მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს პროცესები, როგორც საქართველოში, ასევე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. იმ დღესაც მოვესწარით, რომ უკვე უკრაინელი ხალხი დაირაზმა ზელენსკის წინააღმდეგ. ძალიან დიდი გამოსვლები დაიწყო იქ ანტიკორუფციული კანონთან დაკავშირებით. ეხლა წესით ვიღაცა იტყვის, რომ უკრაინელებს მაკანონთა კი არა, სხვა მიმართებით უნდა დაეწყოთ გამოსვლებიო, მაგრამ ეს არის საბაბი, რომელიც შემდგომში სხვა მხრივ ალბათ მიიღებს პროტესტის სახეს. ასევე აღსანიშნავია, რომ გამომზევრდა ინფორმაცია იმ ლობისტური კომპანიებისთვის თანხების გადარიცხვის შესახებ, რომელსაც რიცხავდა ნაცმოძრაობა, პეტრე ცისკარიშვილი აწერს ხელს და სხვა ასევე ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული პირები, თურმე ეს ჩვენი ჯო ვილსონი და ეს ჩვენი ეგრეთ წოდებული მეგობარი სენატორები რატო იგიჟებენ თავს საქართველოს. ფული ჯოჯოხეთს ანათებსო, რა თქვამია და გაანათეს აბათბაც. და ამიტომაც არის რომ ასე იკლავენ თავს და ასე რეალურად არ გვასვენებენ, რომ აი ეს ლობისტურ საქმიანობაში აქვს ფული აღებული. ეს ყველაფერი ნიშნავდობლივია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უკვე უნდა გამოვიტანოთ დასკვნები, ვინ მართლა გული და სულით საქართველოში ქართულ საქმეს აკეთებს და ვინ კიდე ფულის გამო უტევს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მე ვფიქრობ, რომ დასკვნები არის გამოსატანი, ასევე გამოსატანია რეგიონში მიმდინარე პროცესები და გამომდინარე არსებული სიტუაციის და რეალიების გათვალისწინებით. ძალიან საინტერესო კონფერენცია ჩატარდა აზერბაიჯანში, აწუკვე აზერბაიჯანში, ყარაბახის ტერიტორიაზე, ხანკენდი, ანუ ყოფილი სტეპანაკერტი, გაიმართა კონფერენცია, სადაც მედია ფორუმი იყო და ეს მრავალი ჟურნალისტები იყვნენ იქ ჩასულები, სხვათა შორის ქართული დელეგაციაც იყო წარდგენილი, ჯორჯიან ტაიმსის ხელმძღვანელი მალხაზ გულაშვილი, პირველი არხის მთლიანი ხელმძღვანელობა იყო ჩასული, თიკო ბერძენიშვილი, ვასილ მაღლაფერიძე და იქ ფაქტობრივად სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ილხამ ალიევმა უკრაინის ხელისუფლებას. როდესაც გორდონმა დასვა კითხვა, რომ აი ჩვენ მაგალითად ეხლა ბრძოლობთ და თქვენი პოზიცია და როგორ ფიქრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით რა რეალობაშიც ვართო ჩვენო თქვენ როგორც იყავითო, როგორ შეადარებდითო და ალიევმა თქვა, რომ ჩვენც ეს გზა გავიარეთ და მე გირჩევთ, რომ არ შეეგუოთ ოკუპაციას. და იქ უკრაინელმა ჟურნალისტმა ასევე შეერაღებული ძალების ნიშნები, ყველა თითეული დაჯგუფების ნიშანი, ეს არის სამკერდე ნიშანი, გადასცა ალიევს, ეს იყო ძალიან ნიშანდობლივი. ფაქტობრივად სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ალიევმა უკრაინის შეერაღებულ ძალებს. ეს არის ძალიან დამაფიქრებელი რამ, მეგობრებო. ასევე უკვე როგორც ჩანს მიღებულია გადაწყვეტილება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გათავსდება უდიდესი თურქული სამხედრო ბაზა, ასევე პაკისტანის და ეს მთლიანად ცვლის რეგიონში ძალთა თანაფარდობას. თუ გავითვალისწინებთ, რომ სომხეთში არის გიუმრის ბაზა რუსეთის, აი ახლა შემოდის თურქული და პაკისტანული ასევე ბაზები. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ხდება რეგიონიდან რუსეთის მიმართ გარკვეული პრობლემების შექმნა. როდესაც ალიევმა მადლობა გადაუხადა ტრამპს სამშვიდობო ხელშეკრულებებისა და სამშვიდობო მისიის როლის შესრულებასთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპმა თავის გვერდზე სოციალურ ქსელში გაიზიარა ალიევის ეს განცხადება და ეს მოწმობს კიდე ერთხელ იმასაც, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიც დგას იმ პროცესების უკან, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის ამ რეგიონიდან განდევნის პროცესს.
ეხლა ეგ მოხდება თუ არა, ეგ სხვა საქმეა, მაგრამ აზერბაიჯანს თურქეთთან ერთად დაწყებული აქვს კავკასიიდან რუსული დაჯგუფ რუსეთის განდევნის პროცესი. სომხეთი არის შეერთებული უკვე დიდი თურანის ქვეყნებს, დღეს ჩავიდა პაშინიანი თურქეთში, ის აია სოფიაშიც იყო, სხვადასხვა ადგილებშიც ასევე შეხვდა მუსულმანური რელიგიის ასევე გარკვეულ მაღალი რანგის პირებს შეხვედრა ექნება ერდოღანთან და ამ დროს რას ვაკეთებ ჩვენ? ისმის კითხვა საქართველოს. ჩვენ რა გზა უნდა ავირჩიოთ? ჩვენც უნდა გავხდეთ დიდი თურანის წევრი თუ როგორც ერეკლე მეფემ გადაწყვიტა ჩვენი ბედი, ისე უნდა გადავწყვიტოთ. ეხლა ვიღაცები აქ ძალიან ისე შეხმატყილებულად ლაპარაკობენ, რომ ჩვენ ესე იგი თურმე უნდა გშურდეს სომხეთისა, იმიტომ რომ სომხეთი აიხედავთ უკვე თურქეთისა და აზერბაიჯანის ალიანსში შევიდა. არ ვიცი, ისტორიის არცოდნებს მინდა უთხრა, რომ თურქეთთან შეერთება და თუ ალიანსი რამდენად მოუწევს საქართველოს, არ ვიცი, მაგრამ თუ ჩვენ იმას ვლაპარაკობთ, რომ რუსეთთან არ უნდა გქონდეს ურთიერთობა, იმიტომ რომ მან ოკუპაცია მოახდინა ტერიტორიების, მაშინ მე დავსვამ კითხვას. კი, მაგრამ თურქეთმა ქართული ტერიტორიები არ წაიღო, ან აზერბაიჯანმა, ან იგივე სომხეთმა. ჩვენ ამ ლოგიკით თუ მივყვებით, მაშინ არც ამათთან არ უნდა გქონდეს და ესე არ გამოვა პოლიტიკა, იქ ეს არ გინდა, ის არ გინდა, სადღაც რაღაცა გზა უნდა აირჩიოს საქართველოს. საქართველოს ვერ იქნება ესე განდეგილის როლში, რომ არც იქით აირჩიოს პოზიცია, არც აქით აირჩიოს, ეს მოგვიწევს ჩვენ არჩევანის გაკეთება ან დიდი თურანის ქვეყნები, ან რუსეთთან ურთიერთობა და რუსეთთან ყოფნა. გინდა არ გინდა ამ ყველაფრის არჩევანი მოგვიწევს. დიდი ზარზეიმით იქნა მიღებული აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მას შეხვდა მაღალი რანგის ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში და ერთი რამეს ვიტყვი. ეხლა პრინციპში რა არის ეხლა გასაკვირი, რომ ჩვენ აზერბაიჯანელებთან უნდა გქონდეს ურთიერთობა და თურქებთანაც უნდა გქონდეს. არავინ არ ლაპარაკობს იმაზე, რომ ჩვენ რაღაცნაირად უნდა დისტანცირებული ვიყოთ მეზობელი ქვეყანა და უნდა გქონდეს დიპლომატიურ და სავაჭრო ურთიერთობებში აქტიური მონაწილეობა, მაგრამ როდესაც ფაქტობრივად თითქმის საომარი მოქმედება აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის, რა საომარი არ არის, მაგრამ ძალიან მძაფრი დაპირისპირება, შენ როდესაც ასე უკვე ღიად აქამდე სხვანაირად შეიძლება გაგებულიყო აზერბაიჯანთან გაქვს ურთიერთობა, ბალანსი რო იქნას დაცული, რომ შენ არ იქნა გაგებული, რომ რომელიმე მხარის პოზიციას იკავებ, იმავდროულად რაღაცა რუსეთთან ურთიერთობაც უნდა გქონდეს, რომ ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა არ გაიგოს ისე, რომ თითქოს ჩვენ მის წინააღმდეგ მოქმედებთ და ეს უკვე შეიძლება ესე გაგებული იქნას, იმიტომ რომ როდესაც აზერბაიჯანი ყველანაირად უკვე ცდილობს რუსეთთან დაპირისპირების განხორციელებას ქმედებებში, მაგალითად ეხლა ამ დღეებში აი ვაგნერის დაჯგუფების წევრები დაიჭირეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. სპუტნიკის ჟურნალისტებს რა დღეში ჩააგდეს, ეს კარგად იცით ასევე. ასევე არის საუბარი ყველა უნივერსიტეტისა და სახელმწიფო იმ დაწესებულების გაუქმებაზე, რომლებიც რუსულად ფუნქციონირებენ, ეს ამ ფონზე შენ როდესაც მხოლოდ აზერბაიჯანთან გექნება ურთიერთობი, ეს წვავეთ აისახება ჩვენს დამოკიდებულებაზე რუსეთთან. ბევრი ეხა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მაგალითად ტურისტები რო ჩამოდიან, რუსები და ფრენები და ვიზები რო არის, აქედან გამოდის და თulis რომ ჩვენ არაფერი პრობლემა არ შეგვექმნება. იცით რაშია მეგობრებო საქმე? აზერბაიჯანთან რუსეთს ქონდა დამოკიდებულება იმ დაგვარი, რომ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა თუ მათ შორის დაიძაბებოდა სიტუაცია. მაგრამ როდესაც იქ ეკატერინბურგში აიყვანეს დამნაშავეები, ამას მოყვა ყველაფერი. დღეს როგორც აზერბაიჯანში, ასევე რუსეთში დაიწყეს მოქმედებები ბიზნესის წინააღმდეგ აქტიურად. მსხვილი აზერბაიჯანელი ბიზნესმენები იქნენ დაპატიმრებულები, ზოგიერთი გაძევებული დიასპორის ხელმძღვანელებზე მაქვს საუბარი და ეს მოწმობს იმას, რომ ხვალდაზე რუსეთი შეიძლება
ამდაგვარადვე ამოქმედდეს ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუ კი დაინახა მან რაღაც ის, რაც მის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. როდესაც დაინახა მისი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო აზერბაიჯანიდან, აზერბაიჯანულ დიასპორას ბიზნესს ძალიან დიდი პრობლემები შეექმნა. ჩვენ რო არ აღმოჩნდეთ ამ სიტუაციაში, ამიტომა დღედაღამე რო ვლაპარაკობთ, რომ აუცილებლად დავიწყოთ დიალოგი აზერბაიჯანთან, კერა და რუსეთთან ბოდიში, აზერბაიჯანთან ისედაც დიალოგი გვაქვს დაწყებული კარგახანია, რომ არ გავითვალისწინოთ და არ აღმოჩნდეთ იმავე დღეში, რა დღეშიც არის დღეს აღმოჩენილი ეს ქვეყანა აზერბაიჯანი. ეხლა დღეს აი გარდა იმისა, რომ ჩვენ ამ თემაზე საუბრობთ, მინდა თქვენი ყურადღება მივიპყროთ ძალიან საშიშ ტენდენციაზე, რომელიც აფხაზეთთან მიმართება შეიძლება განხორციელდეს და წაგიკითხავთ რასთან გვაქვს საქმე. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას სამოქალაქო კოდექსში ცვლილებები შეაქვს, რომლის მიხედვითაც ახალი შეზღუდვები წესდება. შეზღუდვები ეხებათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და იმ პირებს, რომლებიც 1992 წლის 14 აგვისტოდან 1993 წლის სექტემბრის ჩათვლით მონაწილეობას იღებენ საომარ მოქმედებებში და არ აღიარებენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას. რაც იმას ნიშნავს, რომ ომში მონაწილე საქართველოს მოქალაქეებსა და მათი ოჯახის წევრებს ეკრძალებათ აფხაზეთის ტერიტორიაზე უძრავი ქონების მემკვიდრეობის მიღება და ეს ნიშნავს ფაქტობრივად, რომ აი ეს კანონი თუ იქნა მიღებული, რომ ვერც ერთი ქართველი ვერ დაბრუნდება აფხაზეთში. იმიტომ რომ ახლა ვინც ბრძოლობდა გასაგებია და მათი ოჯახის წევრები და ჩვენ კარგად ვიცით, რომ 90% ყველა ბრძოლობდა. და მით უმეტეს ოჯახის წევრები, რომლებიც ახლა ზოგი შეიძლება გარდაიცვალა, მაგრამ ეს ოჯახის წევრებზეც აისახება. და ეს ეხლა მე ჩვენ რომ ვლაპარაკობთ რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე, იმიტომ ვლაპარაკობთ, რომ გვინდა რომ სწორედ აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი გადაიჭრას და ჩვენი სხვა საკითხებიც გადაიჭრას. თუ რუსეთმა მოახდინა ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ამ ტერიტორიების მიერთება, ეს არის უკვე წითელი ხაზები და ჩვენ უკვე ლაპარაკის საშუალებაც წაგვერთვება. ვეღარ ვილაპარაკებთ უკვე ჩვენ რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე. და ამიტომ ვეხვეწებით ხელისუფლებას, რომ ეს რომ არ მოხდეს, დავიწყოთ დიალოგი. ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე გამარტივებული წესით იღებენ რუსეთის მოქალაქეობას აფხაზეთში და ცხინვალში. აღდგა ფრენები, სოხუმის აეროპორტი გაიხსნა, სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა. თუ ჩვენ ახლა აფხაზეთიდან დევნილებს და მათ ოჯახის წევრებს ვერ დავაბრუნებთ, მე გეკითხები თქვენ, მაშინ დიალოგის თემაც ფაქტობრივად აღარ იქნება არაფერი. ეხლა თუ აფხაზეთს და ცხინვალს რუსეთი მიერთებს, რაღაცზე უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ. და ამიტომ ვიძახით, სანამ ეს მოხდება, მანამდე ავდგეთ და დავიწყოთ დიალოგი რუსეთთან. ყოველდღე ამაზე ვლაპარაკობთ. ყველა ჩვენ რა გვინდა, ქვეყანა გვინდა გადარჩეს და ზოგიერთი ჩვენ გვეძახის მე მოღალატეებს, კრემლის აგენტებს, პუტინის აგენტებს თვითონ არიან ჩირგვებში. იგივე ამ რეგიონიდან თუ რუსეთი გავიდა, რაში ზარწმუნებული არა ვარ, რომ მოხდება ესე მაგრამ თუ აფხაზეთი და ცხინვალი მიიერთა რუსეთმა, მერე დამთავრებული იქნება ყველაფერი. მერე ჩვენც ვეღარ ვილაპარაკებთ აქ იმას, რომ რუსეთთან ურთიერთობა დავიწყოთ რაღაცა, დამთავრდება ყველაფერი ამით. და ამიტომ ვიძახით, რომ ამოიღეთ ხმა, ვისაც ამოღება გეკუთვნით და ხელისუფლებას გავაგონოთ ხმა. დღეს საქართველოში არის გმირობის ტოლფასი რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე ლაპარაკი. გმირობის ტოლფასი. მე თავს არ ვიქებ, მაგრამ ერთადერთი არა, მაგრამ ერთ-ერთი ვარ ჩვენ, ვინც ამაზე ლაპარაკობს და არ უშინდებით ამ პროცესებს და ხალხი ჩირგვებშია შემალული, ეშინია ბულინგის, ეშინია იმისი, რომ რაღაცა ვინმე მათ წინააღმდეგ გაილაშქრებს. მე პირადად მირჩევნია მაგ დღის მოსწრებას ნამდვილად ამ ქვეყანაზე არც ვიყო, თუ კი აფხაზეთ და ცხინვალი საქართველოში აღარ იქნება. ეგეთი სიცოცხლე მე ნამდვილად არ მინდა. და მე პირადად აფხაზეთი და ცხინვალი კი არა, ყველა იმ ტერიტორიებს ვერ ვეგუები, რომლებიც ჩვენ არ გვეკუთვნის ამ წუთას, მაგრამ იმედები არ დაგვიკარგავს, რომ ეს ტერიტორიები დაბრუნდება. და ზოგიერთი მარგინალი რუსეთში, რომლებიც პოპულიზმით არის დაკავებული და
მხოლოდ იმაზე ფიქრობ, სათათბიროში მოხვდეს სახელმწიფოსი და პოზირებს კამერების წინ, ჩვენ იქ აი ამ ჩვენ განცხადებებს სხვა რაიმ ინტერპრეტაციას უკეთებს და ცდილობს რომ რუსეთში მცხოვრებ ქართველებთან გაასაღოს ჩვენი განცხადებები ისე თითქოს ჩვენ რაღაცა რუსეთში მცხოვრებ ბიზნესმენებს და ქართველებს რაღაცაად უპირისპირდებს. კი არ უპირისპირდებით, პირიქით ვთხოვთ რომ ხმა მოიღეთ. იმიტომ რომ რუსეთში ყველაზე კარგად გრძნობენ ქართველები თავს და განსაკუთრებით ბევრი არის აფხაზეთიდან დევნილი, რომელიც ცხოვრობს რუსეთში. ხვალ თუ ამ კანონს მიიღებენ და ხვალ თუ აფხაზეთს მიერთებენ, თქვენ ბოდიში და უხერხულობა არ გეკეთებათ მერე რუსეთში ცხოვრებ. ამიტომ გეუბნები ჩვენ თუ ვიღებთ ხმას, ჩვენ თუ ყოველდღიურად ვლაპარაკობთ, თქვენც ამოიღეთ ხმა და ბოლო-ბოლო შეიკრიბეთ, მიმართეთ ხელისუფლებას, მიმართეთ ჩვენ ხელისუფლებასაც, მიმართეთ რუსეთის ხელისუფლებასაც, რომ დაინახოს ყველამ, რომ ჩვენ ქართველი ხალხი გსურს რუსეთთან ურთიერთობა და რომ ამ ნაბიჯის გადადგმა, რომელიც ითვალისწინებს დევნილებისთვის უფლების წართმევას, იქ რომ აფხაზეთში დაბრუნდეს, ეს არ შეიძლება. თქვენ ხო არანაირი პრობლემა მანდ არ გეკეთებათ იმისთვის ეს განცხადება გააკეთოთ, იმიტომ რომ მანდ ანტირუსული განწყობები არ არის და აქ არის. აქ ვერ იღებს ხმას ამაზე ხალხი. რატო არ იძახით ამას? ჩვენ ვერ გავიგებ ვართ ფაქტობრივად დიდი დარტყმის ქვეშ და დღეს აი ამაზე ლაპარაკი ეს არის სიკვდილსიცოცხლის ზღვარზე გასვლა, იმიტომ რომ აქ უამრავი ქვეყნის სპეცსამსახური მოქმედებს, რომლებსაც არ სურთ რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენა. მარტო დასავლეთი კი არ არის ამაში დაინტერესებული, არამედ არის აგრეთვე დაინტერესებული ჩვენი მეზობელი ქვეყნები, რომლებსაც არ სურთ რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენა. როდემდე უნდა ვიყოთ აი ესე ბოდიში და ჩუბად? მე ყველას პატივს აქცევთ, მაგრამ ძალიან მალე მე დავასახელებ რუსეთში მცხოვრებ იმ ადამიანებს, რომლებიც იმ ადამიანებს ებრძვიან, ვინც რუსულ-ქართულ ურთიერთობებისთვის იღწვის. და სინამდვილეში ის ხალხი, ვინც ჩვენ გვებძვის, პირადი გამორჩენა აქვთ განზრახული და რაღაცა დაპირისპირებები, ჩახლართვები, რაღაცა განწყობების მოპოვებისათვის იბრძვიან. და ამისი მე ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები გამაჩნია მეგობრებო იმისა, რომ ჩვენ განცხადებებს ისინი უკეთებენ არასწორ ინტერპრეტაციას. ჩვენ რუსეთში მცხოვრები ქართველები გვიყურებენ და მე მინდა მათ უთხრა. პირიქით, მე რო ჩამოვდივარ თქვენ გეფერებით და სულ იმას წარმოვაჩენ, რომ როგორი ქართველობა შეინარჩუნეთ თქვენ. არაერთ რეგიონში ვიყავით და ჩემი სიყვარული და სითბო თქვენს მიმართ დავადასტურე არაერთხელ. და ჩვენ ამას ვაკეთებთ არა რაღაცა გამორჩენის და არამედ რაღაცა ბოდიში პრივილეგიების, არამედ ამას თავგანწირვისა და სიცოცხლის საფრთხის და რაღაც გარკვეულ ჩაგდების მიზნით. და ზოგიერთი არაკაცი მანდ მოსკოვში ლაპარაკობს თურმე იმას, რომ აიო თურმე ჩვენ რაღაცა ვიღაცა შეურაცხყოფა მივაყენეთ თურმე. გესმით, რომ თურმე შეურაცხყოფა ყოფილა მოწოდება, რომ ბიზნესმა ხმა მოიგოს და დიასპორებმა ხმა მოიგოს. ეს ყოფილა თურმე ვიღაცისთვის თუ ეს შეურაცხყოფა მიიღოს შეურაცხყოფად მაშინ. ჩვენ თუ ვლაპარაკობთ აქ საქართველოსთან, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები აღდგეს, რომ სანამდროა დავიწყოთ, თქვენ არ უნდა ილაპარაკოთ მათკაცო. მე არ გამოუგდივარ არავეს სოხუმიდან, მაგრამ ჩემ იგივე გამოგდებულად ვძნობ თავს, იმიტომ რომ ჩემთვის აფხაზეთი სახლი არის და ცხინვარი. გაუგებარია ეს კანონი თუ იქნა მიღებული, ეს იქნება ძალიან მძიმე ჩვენი ქვეყნისათვის. რუსეთი 1000-ჯერ გვეუბნება მით უმეტეს. მოდით ავილაპარაკოთ სუფთა-ბურთლიდან, იქიდან, აქიდან. ქართველები ხმას რო არ ვიღებთ, კაცო. ხო იტყვის ეს რუსეთი რომ არავის არ გინდათ და თუ არ გინდათ გამოვა მერე და ჩვენ არაერთხელ მოუწოდეთ ხელისუფლებას, არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, არ იყო რეაქცია. რა გავაკეთოთ? ამდექით წავიღეთ. არ გინდოდათ ბიძიკო, წავიღებთ ამ ტერიტორიას რა. მერე არ შეგეკვდებათ იქ იმ რესტორნების მფლობელებს და იმ რაღაცა ბიზნესის წარმომადგენლებს. მე ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი რომ ვიღაცეები მიმართ ძალიან ზედმეტი საქებარი სიტყვა ვიხმარე, ვიც რუსულ-ქართულ ურთიერთობებშია ჩართული. და გეტყვით რატო ვიხმარე. ერთხელ პატრიარქმა დააჯილდოვა მთაში ერთ-ერთი მაღალი რანგის სასულიერო პირი. და იმ კაცს ახლა რო ვთქვათ იერარქიულად არ ეკუთვნოდა ეს ყველაფერი და თქვა თქვენო უწმიდესობაო, რატო მე ხო ეს არ დამიმსახურებიაო და რატო დამაჯილდოვეთო და აი რო არ გეკუთვნოდაო და რო მოგეციო. იმიტომ მოგეციო რომ დაიმსახურო და უფრო მეტი იშრომო რომ ეს
ანუ რეალურად იყოს შენთვის გარკვეულწილად წამახალისელებელი და გარკვეული მომცემი, სტიმულის მომცემი იყოსო რა. ანუ ეხლა სიტყვით ეხლა არ მახსოვს, მაგრამ შინაარსი ეს იყო მისი განცხადებისა, პატრიარქისა, რომ შენ ამითი რეალურად უფრო მეტი გააკეთო. ჩვენ ხშირად აქ ვიღაცები ზეცაში აყვავს ხოლმე, იმიტომ რომ მართლა იქნება რამე გააკეთონ, იქნება რამე ქნან და ამას ზოგიერთი ბოდიში და ცუდად იყენებს გესმით ამ ყველაფერს. ცუდად იყენებს. რამდენიმე 1-2 დიასპორის წარმომადგენლის განცხადების გარდა ჩვენ ვერ დავინახეთ ომახიანი განცხადება. ჩვენ კი ნუ გვებძვით ხალხო, ჩვენ საქმე გააკეთეთ, კაცო, ჩვენ აქ გეუნებით, აქ ხმას რო ვერ იღებს ხალხი, ჩვენ აქ 24 საათი ვლაპარაკობ. ჩამოდით ერთი დაბა თქვით აგა, რასაც თქვენ მანდლა შეგიძლიათ თქვათ. ვერ იტყვით აქ, იმიტომ რომ ეხა ტურისტებით კი არ განისაზღვრება აქ როგორი ფობიები არის, არამედ განისაზღვრება მედიაში რო გარი. ხო ხედავთ, ერთმანეთს ეძახიან შენ რუსო, ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, ვინ უფრო მეტ იტყვის ანტირუსულ განცხადებას. ამიტომ იცით რა შეასაქმე? გულ დასაწყვეტია ის, რომ ჩვენ აი საერთოდ ამაზე გვიხდება საუბარი. რომ ადამიანებს მოუწოდებთ, რომ იცით რა, მოდი ამოიღეთ ხმა, მოუწოდეთ რუსეთში ცხოვრებო, ქართველებო, ბიზნესმენებო, რუსეთს რომ და საქართველოსაც რომ დიალოგი და აი რას ვითხოვთ განსაკუთრებულს გეკითხებით. რა არის აქ ვიღაცისთვის ღირსების შევლახველი? აი რა არის აქ? და ხვალ რომ აზერბაიჯანელი ბიზნესმენების ბედს რო გაიზიარებთ, მე გვიან იქნება თიცეკა ბენანი. იმიტომ რომ აგერ ხო გითხარით მე, როგორი კარგი დამოკიდებულება იყო აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის და დღეს დიასპორის წარმომადგენლებსაც აგდებენ და ბიზნესმენებსაც აგდებენ. იცით რატო? იმიტომ რომ დაიძაბა ურთიერთობა და თუ საქართველო ეხლა დიდი თურანის ქვეყნებში ჩაეწერება, ავტომატურად ეგ იმას ნიშნავს, რომ დამთავრდება რუსეთთან ყოველგვარი ურთიერთობა. მე არ ვიძახი, რომ ესე იქნება, მე მჯერა ხელისუფლებამ ამას არ გადადგამს ამნაბის. იმიტომ რომ საქართველოს ბედი მართლმადიდებულ ქვეყნებთან არის და არა იმ ქვეყნებთან, რომლებიც ცოტა სხვა მიდგომები აქვს და სხვა განზრახულობა გააჩნია. მე იმას არ ვიძახი, რომ ჩვენ ამ ქვეყნებთან ურთიერთობა არ აქვს კონდეს. პირიქით, მე ვიძახი, რომ ყველასთან უნდა კონდეს ურთიერთობა. და ამიტომ ეზიზღებათ ერეკლე მეფე ამათ, რომ ერეკლემ სწორედ რუსეთთან დაიწყო ურთიერთობა. მე ცხინვალზე და სოხუმზე რო ვფიქრობ, იმიტომ ვლაპარაკობ აფხაზეთზე. მე თუ კი ცხინვალის და სოხუმის საკითხი გადაწყდა და რუსეთმა მიერთა, მე უკვე სიმართლე რო გითხრა, ამაზე ვეღარ ვილაპარაკებ უკვე. რაღა უნდა ვილაპარაკო მე. და მე გამოვა ვიღაცეები და იტყვიან თუ ეს მოხდება, აი ვინ ყოფილა ისა და მართალი და აი რუსეთი. ბიჭო, რომ არ მოხდეს, ამიტომ ვლაპარაკობ. და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ რუსეთმა ეს გააკეთოს და გადადგას ის ნაბიჯი. გეპატიჟება, ჩამოდი, დავილაპარაკოთ, არ დგამთ ნაბიჯებს. თუ იქ ვერ გავიგე, ყველა დღე აზერბაიჯანულ დელეგაციას ვიღებთ, რუსეთ დელეგაცია რატო არ უნდა მივიღოთ? რა ვიცი, დავითს გარეჯის თემით არ მოიგეთ არჩევნები თქვენ? თუ გარეჯის ოკუპაცია არ არის მომხდარი, რა მნიშვნელობა აქვს აფხაზეთი და ცხინვალი? შეიძლება ტერიტორიულად უფრო დიდი იყო, მაგრამ მეორე იერუსალიმად იწოდება დავით გარეჯის ტერიტორიის ნაწილი. სადაც ჩვენ არ გვაქვს უფლება სასულიერო პირები შეუშვათ დღესაც კი. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არასდროს არ გამოვდივარ იმითი აზერბაიჯანის მიმართ სრული განცხადებებით, თუმცა იქიდან მესმის საპირისპირო. პირიქით ვლაპარაკობ, რომ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ დიალოგით ყველა საჭიროებო საკითხები. მაგრამ ბიჭო, ფაქტი ხო ერთია, რომ არჩევნები თქვენ მოიგეთ იმითი, რომ გარეჯი ვინმე სახსოვს გარეჯის თემა დღეს? ვინმე სახსოვს ეს თემა? და არც არავის გეხსობებათ, კარგახალი. ამიტომ მე მოუწოდებ ჩვენ სიცხს და ხორს, ჩვენ საყვარელ ქართველობას. რომ თქვენი გონებით იმოქმედეთ. ზოგიერთ მოღალატე ქართველის იმას კი დაუგდებთ ყურს. რასაც ჩემ გადისმეთ, იქიდან გამოიტანეთ დასკვნები. მე ვარ ერთადერთი კაცი, თუ არა ერთ-ერთი, რომელიც რუსულ-ქართული ურთიერთობებიდან არც დივიდენდები მიმიღეთ, პირიქით სიმწარის
ტკივილის და დიდი განსაცდელების გარდა არაფერი არ მიმიღია ამ თემაზე ლაპარაკით. უამრავი თავდასხმა განხორციელდა და ჩვენ გვითვლებით რაღაცა მეორე ხარისხოვან ადამიანებად. ზოგიერთები ამ თემით გამდიდდა მილიონები შოვა. მაგრამ მე ამას რო ვამბობ, იმიტომ კი არ ვამბობ რაღაცა დივიდენდი და მილიონი მივიღო. ეს არის წრფელი გულის ცემა. და ჩვენ კარგად გვახსოვთ, იქნებოდა პარტიები საქართველოში, რომლებიც რუსულ-ქართულ თემაზე საუბრობდნენ და დიდ თანხებსაც იღებდნენ. მე არ ვიძახი რუსეთიდან იღებდნენ, არ ვიცი სადღაც იღებდნენ. ერთა არავინ არ ყოფილა, რაღაცა შეიძლება იშვიათი გამონაკლისის გარდა ამ საქმეში ვიღაცას რო ჩვენთვის დახმარება გაეწია. და ვიღაც ამას გებულობს, რომ მე ჩვენ რაღაცას არაფერს არ ვითხოვთ, ფაქტის კონსტატაციას ვახდეთ, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ შიშველი ხელებით, გულწრფელი გულით და ამაზე ვსაუბრობთ. შეიძლება ვინმე დაიჯეროს, არ დაიჯეროს. თქვენ როგორ ფიქრობთ, მართლა რომ ვინმეს ჩვენ რაღაცა გვექვთ აქამდე რამას არ დადებდნენ ინფორმაციას თუ რა? და ვიღაცები აქიდანაც და იქიდანაც ხელს გვიშლიან ჩვენ. არ ვინ ეხა გვარსახელების დასახელება რამდენჯერ უნდა თქვა ერთი და იგივე, მაგრამ ერთხელ მახსოვს სვიად გამსახურდია, როდესაც იყო ქვეყნის პრეზიდენტი, თქვა, კაცო, საქართველოს საქმე გააკეთონო, ჩვენ რას გვებძვიანო აქაო რა, რომ ამბობდა, რომ ელციდან უნდა ურთიერთობის დამყარება, გორბაჩოვთან ურთიერთობის დამყარება და კაი მე თუ არ უნდივარ, მე თუ მებძვია საქართველოს რა დააშავაო. ბიჭო, აქ თქვენ ბოდიში და მე არ ზვიად გამსახურდიას ვედრები და არც პრეზიდენტი არა ვარ საქართველოსი, მაგრამ თქვენ მე ჟავანაძის გამო კი არ უნდა გააკეთოს განცხადება აქა. ვალერი კვარაცხელიას გამო კი არ უნდა გააკეთოთ განცხადება, რომელიც თავგამოდებული იბძვის იმისათვის რუსულ-ქართული ურთიერთობები აღდგეს. და მე ვფიქრობ, ჩემზე მეტი აქვს ამ კაცს გაკეთებული, იმიტომ რომ მე მასთან შედარებით ასაკით უფრო პატარა ვარ და ეს კაცი მთელი ცხოვრება შეწირა ამ ყველაფერს. და მე ამ ასეთ იდეურ ხალხს პატივს ავცემ. პატივს ავცემ თემურ ფიფიას. პატივს ავცემ მე მიხეილ ჟღენს. პატივს ავცემ ზაზა დავითაიას, რომელიც ასევე ამ თემაზე მუშაობს და ლაპარაკობს. პატივს ავცემ იგორ გიორგაძეს, რომელიც ამ თემაზე არაერთხელ უმუშავია. უამრავ ხალხს პატივს, იმიტომ რომ იქაც რუსეთში მუშაობა, იცით რატო ვცემ ამ ხალხს პატივს, იმიტომ რომ ეს ხალხი აქ მუშაობდნენ, აქიდან მუშაობდნენ, აქ არის ძნელი ამის გაკეთება საქართველოში. ეხა ბოდიში ვიღაცა შეიძლება გამორჩა, კიდე ერთხელ ვიმეორებ, ვინც გამახსენდა, ეგ თქვი. დიმა ლორთქიფანიძეც აკეთებს რაღაც გარკვეულწილად თავისი ფონდიდან გამომდინარე. მე ბოდიშთა ყველას არავის არაფერს არ დაუკარგავ. გულბაათ ცხილაძე ბოდიში ხა ეგროდ დამიწყებოდა, გულბაათი გამიბრაზდებოდა, მე რომ ყველა გაგახსენდა და მე არ გაგახსენდიო. ბევრი ადამიანია. არის გაზეთი საქართველო და მსოფლიო. ანუ ამათ რატო ვცემ განსაკუთრებულ პატივს, იცი საქართველოში ამის ლაპარაკი არის ძალიან ძნელი. ასავალ-დასავალი გაზეთი კიდე. და ბოდიში ვინც კი ვერ გაგიხსენეთ. ვასო კაპანაძეა კიდე ერთ-ერთი აქტიური. გიორგი ირემაძე, არ ვიცი, აი ბევრი ადამიანი რა ეხლა ბოდიში. იცით რატო ამაზე ლაპარაკი აქ არის რთული. რუსეთში შეიძლება თქვა, მაგრამ აქ არის ძნელი ამაზე საუბარი. და ამიტომ მოგიწოდებთ ყველას რა. ამოიღეთ ხმა. ამოიღეთ ხმა, იმიტომ რომ თუ ეს კანონი იქნა მიღებული, თუ კი იქ გადაწყდა უკვე ამ საქართველოს ბედი, ხო? ჩემთვის აფხაზეთი და ცხირვალი არის ეს არის რაღაცა საქართველოს ვერ წარმომიდგენია ბადგარში. მე იმ შორსა ვარ იმაზრისგან, რომ ჩვენ ახლა ისეთივე ქვეყანა გვექნება, ჩვენ მოგვიწევს ბევრი რამის დათმობა, ვერასდროს ვერ ვიქნებით უნიტარული ქვეყანა, სახელმწიფო, მაგრამ
რაღაცა ჩვენი სუვერენიტეტის დათმობის ხარჯზე უნდა გავაკეთოთ ეს. ძალიან მე იმ აზრის არა ვარ, რომ ეს უცბად მოხდება. მე კიდე ერთხელ ვიმეორე, ვეფერები ჩვენ აფხაზს და ოსებს. ვიცი რომ მათგან არ არის ერთგვაროვანი რეაქციები. ძნელი იქნება ამის გაკეთება. მაგრამ არა შეუძლებელი. ევროპაში საფრანგეთი, გერმანია, იტალია ხოცავდნენ ერთმანეთს ეს ქვეყნები. და დღეს მეგობრები არიან. ყველა ქვეყანა იყო დაპირისპირებული, მაგრამ მეგობრები არიან. ჩვენ ქვეყანა კი არა, ერთი ოჯახის წევრები ვიყავით, ხალხო. და არასოდეს არა თქვა, არასოდესო ნათქვამია. და ამიტომ მე მინდა გითხრათ რა, დღეს საქართველოში აქ ამაზე ლაპარაკი რთულია და თქვენ პრობლემა არ გაქვთ მანდ ამაზე ლაპარაკი. უამრავი დევნილია, ბიზნესმენი, ისე ჩვეულებრივი, პროფესორი, მეცნიერი, უამრავი დარგის სპეციალისტი ხართ, ხო? სადღაც ყირიმში და ეკატერინბურგში ვიღაცამ რო განცხადება გააკეთა ვენაცვალე ემქართველობს, ეგ არის საკმარისი კაცო რო აფრიალებთ მარტო. არ მინდა ვიღაცის დასახელება ბოდიში, ხა იფიქრებს ეს ამ კაცის ჯინი ჭირსო, მაგრამ ბოდიში და პორნოვარსკვლავების ჩაყვანა არ არის ქართული საქმე იმაში, რა ქვია, რუსეთში რა. ერთხელ ერთ პიროვნებას გია სურამელაშვილი და ვიღაცების ჩაყვანაც უდოდა იქა და მთელი ამის წარმოჩენა, რა ქვია რა. მე არავის არ ვერჩი თუ გინდა კაცი ვის კიდე ის ჩაიყვანეთ და ვინც კიდე ის გააკეთება, ქართული საქმე აკეთეთ, ტაშფანდური საქმე არ კეთდება რა. რას ვიძახი ისეც მე ეხლა რატო აკეთებენ აქ ინტერპრეტაციას ჩემი სიტყვების ზოგიერთები. მე გეუნებით ამის მტკიცებულება გამაჩნია მე, რომ აი ამ სიტყვების ინტერპრეტაციას აკეთებს ზოგიერთი. რატო დავიწყე მე რუსული გადაცემა? ვიღაცას ჩემი რუსული თუ არ მოგწოთ, თქვენი რუსულით ილაპარაკეთ. სტალინი მთელი ცხოვრება რუსეთში იყო და ქართული აქცენტით საუბრობდა. ვიღაცამ რაღაცა მოვკარი თვალი რაღაცა ისაო გააკეთეთ უკეთესი ვინმე დაგიშალათ. მე რატო დავიწყე ამ რუსულის გადაცემა? რატო ავიკიდე ამ ხელატვირთის ზურგზე? ისედაც არ ყოფილი და 5 გადაცემა მიყვავს და მე-6-ე დავიბატე კიდე. იმიტომ რომ თქვენ გაგაგებინოთ ერთ, იმიტომ რომ ბევრმა არიცით ქართული ამ რუსეთში. და იმის მაგივრად დიასპორებს ჩაედოთ ეს გადაცემები რომ გაეგოთ, ვითომ მე ამას ვაკეთებდე რა ქვია ჩემთვის. და ზოგიერთი ლაპარაკოს Шаванадзе это отдельная тема. Да ему здоровья, да? Გაიხსენეთ ერთი ვინ თქვა ეს ციტატა და ვინ თქვა ეს სიტყვები. Отдельная тема, ხო? როგორც იმ მონანიებაშია ნათქვამი, ყველაფერს ხედავ, ყველაფერს ვამჩნევ და მიფრთხილდით. მე საქართველოს გულისათვის შევასკვნები ყველას და ყველაფერს რა. შეიძლება ვიღაცისთვის ტოქსიკური ვიყოს, შეიძლება ზოგისთვის ვიყო მალამო და რა ქვია, სითბო. უამრავ შეტყობინებას ვიღებ, რომ ჩვენთვისო თქვენი გადაცემა არისო წამალიო. წამალი არისო. და ამიტომ ვაკეთებ ამ გადაცემას, თორემ მე აქ არანაირი ფინანსური ინტერესი არ გამაჩნია. წამალი არისო და მართლაც ესეა, ჩვენს გარდა რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე არაფერს არ ლაპარაკობს. და რა დახმარებაზე არ არის ის ხალხი ვინც ხელი უნდა გამოგვიწოდოს გვითხრას მადლობა ჩვენ სათქმელს რომ აკეთებთო იქიდან ჩვენ გვებძვიან ჩვენ გვებძვიან იქიდან ამიტომ დასკვნები თქვენთვის მომინდია დღეს არის ლაპარაკი ვიზა ლიბერალიზაცია სომხეთის პრემიერი პირველი პირი ჩავიდა თურქეთში რომლის ესე იგი ნახევარი გენოფონდი ამოიხოცა ყარაბაღის ომის დროს და ტერიტორიები დაკარგა და ეს კაცი იყო რომელიც თურქეთს ადანაშაულებდა ამ ყველაფერში თქვენ და პოლიტიკა ისე რომ ჩავიდა დღეს თურქეთში და არიცის როგორ რაღაცნაირად შეუძრეს იქ ვიღაცეებს ჩვენ აქ ლაპარაკობთ ეხლა მელია ისა ესა გაუთხოვარი კაცები ისედაც გათხოვილი ხართ რა გათხოვილი კაცები ის ისა რაღაც ცისულელებზე მიდის ლაპარაკი ეს არის ნორმალური ხალხო. რეგიონში გაიხედე ტელევიზორი ჩარტე რეები ხდება აქა. რეები ხდება აქა, რა ხდება ჩვენს გარშემო. ვითომ ეს არაფერი არ არის, არც მომკვდარა. ამიტომ ძალიან აქ თხოვთ რა. დასკვნები გამოიტანეთ რა, დასკვნები გამოიტანეთ. თორე ხვალ და ზეგ მე აზ დაკარგავ საერთოდ რუსულ-ქართულ თემაზე ლაპარაკი. თუ აფხაზეთი და ცხინვალი მიიერთა რუსეთმა, რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე ლაპარაკი დამთავრებული იქნება უკვე. დამთავრებული.
და თქვენთვისაც დამთავრებული იქნება იქ ბევრი რამე რუსეთში მცხოვრებ ქართველებს მინდა მიუმართო. ბევრი ვერ გაძლებ და წამოხვალ და ბევრს დაგატოვებინებენ მაქაურობას. აი როგორც დღეს აზერბაიჯანელებს ატოვებინებენ. დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი და პირველ რიგში ამ თემაზე დავიწყებთ, ჩვენ სხვა თემებზე გადავალთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. ჩვენი გადაცემის სტუმრები გახლავთ ბატონი ალექსანდრე კობაიძე, სამართლის ექსპერტი, ადვოკატი, მოგესალმებით. მოგესალმებით, ბატონ ნიკოლას. ჩვენი სტუმარია ასევე ბატონი დიტო ჩუბინიძე, პუბლიცისტი, ისტორიკოსი და მე მინდა ბატონ დიტოს დღეს მიულოცო მნიშვნელოვანი დღეა მის ცხოვრებაში, კარიერაში, ასოცირებული პროფესორი გახდა. დღეს იყო გამოცხადა ამ კონკურსის შედეგები და ბატონი დიტო ნიჭიერი კაცია, ძალიან ისეთი სამშობლოს მოყვარული ადამიანი და მე მას გულითადად ულოცავ ამ დღეს. ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი აღიარება, რომ მიცოდეთ და რა ვიცი, მე მალე კიდე სხვა წარმატებები მოგმელოცოს ვერთვის ბატონო დიტო და იმედი მაქვს, რომ ჩვენ სწორედ ისეთი ხალხი გვეყოლება პროფესორებად, რომლებსაც სამშობლოსთვის გული უძგეს, თორე დღეს ყავს ჩვენ პროფესორები, რომლებიც საქართველოზე კი არა, რა ვიცი, მე არაფერზე ხმას არ იღებენ და ეს კაცი როგორც თავის სფეროში არის აქტიური, ასევე საზოგადოებრივ ასპარეზზე ძალიან ისეთი აქტიურობით გამოირჩევა. უერთდები ამ მოლოცვას ბატონ ნიკოლოს, გილოცავ. დიტო და სულ წარმატებები ყოფილიყოს შენ ცხოვრებაში. დიდი მადლობა. მოდი აი ეხლა რახან მოლოცვების დროც დავთმეთ ბატონ დიტო, მოდი დავიწყოთ საუბარი აი ამ თემით, რომ რადგან საუბრობდი, რომ დღეს არის რეალობა შეცვლილი და ჩვენ გვჭირდება აქტიურობა, რომ აი ეს კანონმა მართლაც არ ნახოს დღის სინათლე და რაღაცა მე დიდი პრობლემების წინაშე არ დავდგეთ, იმიტომ რომ ეხლა კანონი შეიძლება კიდევაც გააუქმონ თუ მიიღეს, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ეს იქნება დიდი პრობლემა. თუ აფხაზეთში ქართველები ვერ დაბრუნდნენ, აფხაზეთის დაბრუნება როგორ მოხდება წარმოუდგენელი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, შემოძვირფასებო, დიდი მადლობა მეგობრებო მოლოცვისთვის და მინდა დიდი პატივისცემით მივესალმო ჩვენს ერთგულ ტელემაყურებელს. თემა არის უმძიმესი, თემა არის უმწვავესი. ეს არის მარა ძველი და მარა ახალი თემა. ეს არის თემა, სადაც წყდება საქართველოს სიკვდილის სიცოცხლის საკითხი. გეთანხმებით, რომ რეგიონში გეოპოლიტიკური სიტუაცია აბსოლუტურად შეცვლილია. 1915 წლის აპრილში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, რასაც ქვია სომხურად მეძიაღერნ, დიდი ჩეხვა, როდესაც ანატოლიის უდაბნოში ახალგაზრდა თურქებმა ფაქტობრივად 1,5 მილიონი სომეხი გაჟუჟეს და სხვათა შორის ტყუებსაც კი არ ხმარობდნენ, იყენებდნენ. წყურვილით და შიმშილით დაიღუპა ეს ხალხი დიდი ნაწილი ყოველ შემთხვევისათვის. იმის შემდეგ სომხეთსა და თურქეთს შორის ყველანაირი ურთიერთობა, ყველანაირი კომუნიკაცია ჩაიხერგა. აი მეწყერი ჩამოწვა ორი ერის ურთიერთობაში. ამას ჰქონდა გარკვეული ობიექტური და სუბიექტური მიზეზები, ჯერ ერთი დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ სხვადასხვა სახელმწიფოში და სხვადასხვა სამხედრო პოლიტიკურ ბლოკებში აღმოჩნდით. ჩვენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ვიყავით, ჯერ ამიერკავკასიის ფედერაცია და მერე საბჭოთა კავშირი. და 1952 წლიდან მოყოლებული კიდე თურქეთი აღმოჩნდა ნატოს სამხედრო პოლიტიკურ ბლოკში, იმის შიშით, რომ დიდ ქართველს იოსებ ბესარიონიძე სტალინს, რომელსაც მაშინ დაქოქილი ყავდა ფაქტობრივად ტანკები, არ მოეხდინა თურქეთის ოკუპაცია და თურქეთის მიერ მიტაცებული ქართული და სომხური მიწების დაბრუნება. სხვათა შორის ეს საკითხი სტალინმა დასვა იალტის კონფერენციაზე და ამ საკითხით იოსებ სტალინი ყოველთვის გააქტიურებით სიცოცხლის ბოლო წლებში გამოირჩეოდა. სხვათა შორის მეორე მსოფლიო ომის დროს ცნობილმა საბჭოთა მხედართმთავარმა ფეოდორ ტოლბუხილმა ბულგარეთიდან უპატაკა მას, რომ თუ კი იქნებოდა მისი ნება 300,000-იანი საბჭოთა არმია 24 საათში მოახდენდა თურქეთის სრულ ოკუპაციას და მოხდებოდა ქართული მიწების დაბრუნება, მაგრამ მაშინ ეს პროცესი გადაიდო და სტალინი დაელოდა მეორე მსოფლიო ომის დაბრუნებას, იმიტომ რომ ამას შესაძლოა
ბრიტანელი და ამერიკელი მოკავშირეების გაგულისება, გულისწყრომა გამოეწვია და რაღაცნაირად იმ სამხედრო პოლიტიკურ ალიანსში, რომელიც ჰიტლერს ებრძოდა, განხეთქილების ვაშლი შემოღორებული იყო. ეს სხვა თემაა და მე ამაზე ახლა ჩვენი პატივცემული მაყურებლის ყურადღებას არ მივაპყრობ და არ დავტვირთავ ამითი, მაგრამ უბრალოდ ვიტყვი ერთ რამეს. საქართველოს დღეს არის ცილასა და ქარიბდა შუა. თქვენ აბსოლუტურად სწორად ბრძანეთ. დიდი თურანის პოლიტიკა, რომელიც ერდოღანის თურქეთმა ხელახლა აღორძინა და სიცოცხლე შტაბერა, დაახლოებით 9 მილიარდამდე ადამიანს აერთიანებს. ალტაისპირეთიდან დაწყებული, ბალკანეთით დასრულებული ეს არის ხალხთა უზარმაზარი ერთობა, რომელსაც აერთიანებთ თურქული ენა, საერთო ტრადიციები, საერთო ფესვები და საერთო ისტორიული მეხსიერება. ეს ხალხი იბრძვის დიდი თურქული სახელმწიფოს, დიდი თურანის იდეის გარშემო, მათი მთავარი მიზანია აი ამ თურქულენოვანი ხალხების ერთ სახელმწიფოში გაერთიანება და ამ დიდი თურანის იდეაში კავკასიაც არის მოთავსებული როგორც ერთ დროს ოსმალეთის იმპერიის განუყოფელი ნაწილი. აი ამ სიტუაციაში, როდესაც მეზობელ აზერბაიჯანში აბსოლუტურად ამოტრიალდა პოლიტიკური ვითარება და ილხამ ალიევი მე ჯერ კიდევ მგონია ჭკვიანი კაცი და აკეთებს ასეთ განცხადებებს, როდესაც უკვე პაკისტანის ნახევრად ტერორისტული თუ ტერორისტული სახელმწიფო შავი აჭრდილი წამოიმართა კავკასიის მწვერვალზე და თურმე პაკისტანმა აზერბაიჯანში უნდა გახსნას სამხედრო ბაზა, ბუნებრივად ისმის საბედისწერო შეკითხვა, რა გზას ირჩევს საქართველო. ესე იგი, მეზობელ აზერბაიჯანში, როგორც ამბობენ, იხსნება თურქეთის ბაზა, იხსნება პაკისტანის ბაზა და რა შვება ამ დროს საქართველო, რომელსაც ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, დაკარგული აქვს უпростоრად ტერიტორიები, საქართველოს იურისდიქცია ვერ ვრცელდება აფხაზეთში, საქართველოს იურისდიქცია ვერ ვრცელდება ცხინვალის რეგიონში და საქართველოს იურისდიქცია ვერ ვრცელდება იმ ტერიტორიაზე, რომელიც ჩვენ მოდი დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი 2006-7 წლებში სამშობლოს მოღალატე სააკაშვილის და ილხამ ალიევის ფარული შეთანხმების შედეგად საქართველოს დაკარგა. ეს არის დავით გარეჯის ის მონაკვეთი, რომელიც მეზობელი აზერბაიჯანის მიერ არის ოკუპირებული და დღეს ჩიჩხიტურის კოშკში და აი ამ მონასტერში, სადაც შახ-აბასმა 6000 ქართველი ბერი ამოჟლიტა და ამოწყვიტა, ვერ შედის ქართველი კაცი. უდაბნოს, ესე იგი, სოფელ უდაბნოსთან ჩამოიწია საზღვარი 2007 წელს, სააკაშვილის გადაწყვეტილების და მისი დამქაშების, სამშობლოს მოღალატეების, ნარკომანი კეზერაშვილის და იმ ხროვის გადაწყვეტილებით, რომლებიც მაშინ თავდაცვის სამინისტროს უმაღლეს სამხედრო პოლიტიკურ ადმინისტრაციას წარმოადგენდნენ, გადამალეს 27-28 წლების NKVD-ს რუკები, გააქვეს ყველაფერი, ქართველი სამხედროები, მესაზღვრეები ჩამოწიეს დაბლა და შემოიყვანეს იგაზერები. ამაში გადახდილია ფული, ამაში სააკაშვილი და მისი დამნაშავე ოჯახი ჩასმული იქნა სოკარის წილში და სააკაშვილს როგორც დამნაშავეს, თქვენ იურისტები ბრძანდებით, ბატონო ნიკოლოზ და ბატონო ალექსი და თქვენ ძალიან კარგად იცის, რომ ქურცს რო კარგად მოусმინო დღის განმავლობაშიო სამჯერ მაინც აღიარებსო თავის დანაშაულსო და სააკაშვილს წამოაყივლა მამლის ყივილამდე წამოაყივლა რომ ვიღაცები გამოვლენ და იტყვიან უეხლავ რომ სააკაშვილმა $80 მილიონი აიღო ამაშიო ვის ქონდა ნათქვამი საერთოდ არავის არ ქონდა ჩვენ რო იტყვიან აი ჩვენ რო იტყვიან საერთოდ წარმოდგენა არ ქონდა ამან რა გაყიდა და თემურ ალასანიამ რა იყიდა ან ვის რა მიყიდეს და როგორ გაყიდეს და რა ივაჭრეს აზერებთან მაგრამ ამას წამოაყივლა ამ ჩიტირეკიას ამ ავადმყოფს და გათქვა საიდუმლო და მე ძალიან გაკვირვებული ვარ რომ ქართული სპეცსამსახურები და გამოძიების ორგანოები ბოლომდე რატო არ მიყვნენ ამ ყველაფერს რატომ შეჩერდა ეს ყველაფერი რატომ გვახსენდება ჩვენ დაკარგული ტერიტორიები მაინცა და მაინც არჩევნების წინ და რატომ დადის ქუჩაში სამშობლოს მოღალატე ივერი მელაშვილი რომელმაც ხო ვითომაც არაფერი ხო რომელმაც იმ ნატალია ილიჩოვასთან ერთად
გაამრუდა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ფაქტობრივად მოახდინა სამშობლოს მიწების ჩვენი სისხლის, ჩვენი წინაპრების სისხლით, ტანჯვით, ოფლით და ვაებით შენარჩუნებული მიწების ინკორპორაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის შემადგენლობაში. მაგრამ მთელი უბედურება რა არის ბატონო ნიკოლოზ? აქ მარტო ივერი მელაშვილი და ის ნატალია ილიჩოვა, ის ქალი ეთნიკური სომეხია ცნობისათვის რო იცოდეთ რა, როგორც ჩემთვის ცნობილია. ხო და მაგას ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ეს თუ არის ეთნიკური ქართველი, ამაყო დაგვადგა გამარჯვების ჯიღა თავზე, ამ გარეწარმა ამან. ეს როგორ დადის ქუჩაში საერთოდ რა. და ისა რა ქვია, ინგა გრიგოლიამ რომ მიიწვია იქ იმაში რა ქვია და ტაში რომ დაუკრეს. ეს სამშობლოს მოღალატეები, ეს ფიქრია ჩიხარაძე ესა. ფიქრია ჩიხარაძე ეს საწყალი საცოდავის ზვიადი მიწაში ჩადეთ და ჭინკასავით რომ დახტოდი იქა. ფიქრია ხო გახსოვ, შენ ხო ცნობილი კგბ-შნიც ახარ. ხო და აი ესენი რომ ტაშის კვით და ღრიალით რო შეხვდნენ ამ სამშობლოს მოღალატეებს, კადრები უნდა იქნას ამოღებული და ესენი უნდა დაჯდნენ საბრალდებო სკამზე. ეს სამშობლოს მოღალატეები ესენი. და იქ რო კიოდნენ და წიოდნენ. ისა რა ქვია, გრიგოლიას იმაში სტუდიაში იქა. ეს გრიგოლია მართლა დაემსგავსა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რო არის კიმ ჩენ ირი იმის ისა რა ქვია დას რა უბედურებაა ეგ არა ერთი სიტყვით ეხლა რა ერთი წუთით ეხლა ეს გრიგოლია არ ამ ტევე პირველზე ლაპარაკი აღარ გვინდა არა გრიგოლია ვინც არის ეხლა კარგი ბატონო თითო მოქალაქეთა კავშირის მანდატი არ დაეკარგო სადმე ეხლა რაც შეეხება აფხაზეთის თემას 3 თუ 4 წელიწადია აი საქართველოსთვის დამოკლეს מחვილივით არის დაკიდებული ზემოდან ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების პარლამენტის თუ რაღაცა აქვს იქ ცხინვალში გადაწყვეტილება რომ აი რუსეთთან უნდა ეხლა ხო დამოუკიდებლობისთვის ხო იბრძოდნენ და ისა რომ რუსეთ შეუერთეთო რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ეს თემა 3 წლის განმავლობაში იბლოკება რატომ იბლოკება როგორ ფიქრობთ ეს არის ვაჭრობის თემა და გვეუბნებიან პირდაპირ რა მოდით და დაგველაპარაკეთო თუ არ მიხვალთ ძვირფასო მეგობრებო აფხაზები თუ აფსუები უკაცრავად აფსუები მიიღებენ ამ კანონს და საბოლოო ჯამში მოხდება ისე რომ ის ოსების სურვილი რომ უნდა შეუერთდნენ რუსეთს დამოუკიდებლობისთვის რომ იბრძოდნენ საბოლოოდ იქნება ხელმოწერილი პუტინის მიერ და დამთავრდება ეს კონცერტი და აი ამის შემდეგ როგორ ვაპირებთ ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ძალიან საინტერესოა. ამიტომ მე გეთანხმები თქვენ აბსოლუტურად და ვეთანხმები იმ რიტორიკას რომ სანამ ჯერ კიდევ არის დრო საქართველოს დაიწყოს პირდაპირი დიალოგი რუსეთის ფედერაციის უმაღლეს სამხედრო პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან. არ არის აუცილებელი ამ დიალოგის ტელეკამერების წინ გამართვა და შემდეგ რაღაც წელი ინტერვიუების და ბრტყელი განცხადებების გაკეთება. და ამოქმედეთ საიდუმლო დიპლომატია და კულისებში მოხდეს ყველაფერი, იმიტომ რომ სინამდვილეში პოლიტიკა არის ის, რაც ხდება არა კამერების წინ, არამედ კულისებს მიღმა. ხო და თუ ეს მე ადრეს ვთქვი გადაცემაში, თუ ეს პოლიტიკა და ეს დიპლომატია, საიდუმლო დიპლომატია საქართველოს ხელისუფლებას ამოქმედებული აქვს, მაშინ ბარაკალა ბიჭებო თქვენს ჭკუაგონებას, მაგრამ თუ აქამდე ეს დიპლომატია თქვენ ჯერ კიდევ არ აგიმოქმედებინათ, აგიმოქმედებიათ რუსეთთან მიმართებაში, მაშინ ძალიან ჩვენი საქმე იმაზე უფრო ცუდად ყოფილა, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია. ეს ბატონო დიტო, იცით რა არის? ეს ეხლა ეს ჯერთან უკვე როგორ ინფორმაცია ვრცელდება ჩვენო ვიღებთ ამ ეს ეხლა ეს რას ნიშნავს იცი ყვითელი ბარაც რო გიჩვენებენ ეს რუსეთის აი გეუნება ეხლა რუსეთი გეუნება შენ ამას რუსეთი აკეთებს ნუ ვინა რუსეთი გეუნება მოდი სანამ დროა დამელაპარაკე თორე ეს გარდაიქმნება კანონად და კიდე უარეს რაღაცეებად თქვენ რომ არაფერი არ ხდება კაცო არაფერი არ ხდება არაფერი რამე რო ხდებოდეს ეხლა ლაპარაკი შეიძლება არის სავაჭრო ეკონომიკურ და იმას დონეზე მაგრამ გასაგებია რაღაცა დონეზე ურთიერთობები იქნება ეხლა მაგას ვინ უარყოფს მაგრამ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ ხვდებით აზერბაიჯანის ხელისუფლებას იქ უნდა შევხვდეთ მაგალითად სექციის ხელმძღვანელს ბატონ ოლისევს რომელიც არის სექციის ხელმძღვანელი რუსეთის ფედერაციისა საქართველოში
რომ ბალანსი არ დაირღვას. შენ როდესაც ამ რეგიონში ხედავ მკვეთრად დაპირისპირებულ ორ ქვეყანას და მარტო იმ ქვეყანასთან გაქვს ურთიერთობა, ეს აღიქმება რუსეთის მხრიდან, რომ შენ ესე იგი ჩემს მოწინააღმდეგესთან გაქვს ურთიერთობა. არა ვარ სწორი გაცო? მე გეთანხმები თქვენ აბსოლუტურად. ეხლა ეს რო არ ყოფილიყო დაპირისპირება, მანამდე სხვანაირად აღიქმებოდა. მე გეთანხმები თქვენ და გეუბნებით, რომ აი ამ საქმეს სჭირდება მიხედვა. ამას სჭირდება გამბედავი, გაბედული ხელისუფლება და არა შეშინებული ხელისუფლება. ამას გააკეთებს სხვათა შორის თქვენ ზვიად გამსახურდია ახსენეთ. ზვიად გამსახურდიას რო აქ მოღალატე ოპოზიცია არ ყოლოდა, სამშობლოს მოღალატეები, იქ რო დაძვრებოდნენ შევარდნაძესთან. აი ეს ოპოზიცია რო არ ყოფილიყო და ელცინი რო არ ყოფილიყო ამერიკული სპეცსამსახურების აგენტი. ის რუსეთის ხელისუფლებასთან, ეროვნულ ხელისუფლებასთან, რუსეთის ინტერესების გამომხატველ ხელისუფლებასთან ურთიერთობას დაალაგებდა, მაგრამ მოჯადოებული წილი შეიქმნა. ოპოზიცია დანიშნული, გაყიდული, მოღორებული და აგენტურა და რუსეთის ხელისუფლებაში ელცინი აგენტურა მთლიანად მთელი, ესე იგი, ამერიკული სპეცსამსახურებისა. აი ეს იყო. აი ხა მე ეს იყო დილემა. ბაქოში ჩატარებული ფორუმი ვახსენებ სანამ გადავალ ბატონ ლექსოსთან და მინდა ეს აი განცხადებები მოусმინოთ. ეხლა კი ვთქვი, მაგრამ ჯობია რომ реально როგორც რა იყო მოусმინოთ ამ ყველაფერს. Все, что вы видите на этой площади, да, ну за исключением вот этого, это все построено азербайджанскими архитекторами. Здание обкома построил архитектор Хасям Меджидов. Здание гостиницы «Карабах», которую мы вот сейчас восстановили, построил значит, архитектор Гасымзаде Энвер, отец нынешнего председателя Союза архитекторов. Здание исполкома, которое сейчас оно восстанавливается, построил азербайджанский архитектор Калянтерли. То Кангерли, извиняюсь за выражение. რატომ მოგასმენიეთ ეს? აი ყველაფრისგან დისტანცირებას აკეთებს ალიევი. ესე იგი ისე გამოდის, რომ აზერბაიჯანელებმა აშენეს მარტო ეს ყარაბაღი და აზერბაიჯანი, აქ თურმე რუსეთს და საბჭოთა კავშირს არაფერი არ გაუკეთებია. ამ დროს საბჭოთა კავშირში ყოფნის დროს მიიღო უდიდესი სიკეთე აზერბაიჯანმა. და ეს ადამიანი უკვე ცდილობს, უკვე წამოჭიოს ისეთი თემები, რომ ხაზი გაუსვას მხოლოდ და მხოლოდ აზერბაიჯანელებს და იქ რუსეთი ცოტა არ იყოს განზე გაწიოს. და ის რომ თქვით, რომ სამხედროებთან მეთქი გარკვეულწილად ქონდა მას აი უკრაინელი ჟურნალისტი ჩავიდა და აი ნახეთ ბრავლის მეტყველი კადრები და ჟესტები, რომელიც პირდაპირ ასახავს რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინა, რომლის უკანაც და ნატო და დასავლეთი დგას, აი ნახეთ რა განცხადება და როგორი ჟესტია ეს. Помогайте восстанавливать нам область, которая была сделана. Это бесценно, и мы будем всегда помнить, что делаете вы. Я привезла вам подарок, потому что я знаю, как для вас важна. А это самое ценное, что жены наших защитников, потому что наша армия – это единственная гарантия безопасности для Украины. Это самое ценное, что есть. Спасибо большое. Спасибо вам большое. Продолжайте так. ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ, იქ ალიევთან ესე ვიღაცას მიუშვებენ, ვისაც უნდა და ესე გადააცემინებენ რაღაცას? ეს სპეციალურად გაკეთდა, ეს უკრაინელი ჟურნალისტი, მე თქვენ გიცნობთ და ისიც უთხრა ალიევ ამ ჟურნალისტს უკრაინელს და გადასცა ეს აი სამკერდე ნიშნები რო აქვს იმათ რა ქვია სამხედროებს ყველა ბატალიონს, აი ეს სამკერდე ნიშნები, ეს ხო შენ ეს არის აი პირდაპირი გამოხატულება, რომ აი თითეული ჯარისკაცისადმი, რომელიც ბრძოლობს დღეს რუსეთის წინა, მე თქვენს გვერდით ვარ. ეს სპეციალურად გაკეთდა ეს ყველაფერი. ხედავთ რამხელადონის დაპირისპირება არის? და ამიტომ ვიძახი თქვენ რომ ესე რომ ჩაეხუტებით ხოლმე აზერბაიჯანს და მე არ ვიძახი რომ არ უნდა გქონდეს ურთიერთობა. ბალანსი დავიცვათ. თორე ეს სხვანაირად აღიქმება რუსეთის მხრიდან უკვე. აქამდე არავითარი პრობლემა არ იყო, რამდენიც გინდა შეხვედროდით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს და ელჩს. მაგრამ იქ თუ ამას დღედაღამე ხვდებით და სიყვარულს უხსნით აზერბაიჯანს, იქ რუსეთთანაც იმას ხდენით. ეხლა ვიღაცა იტყვის, რუსეთი ხო ოკუპანტია. მე გეკითხები თქვენ აზერბაიჯანი არ არის ოკუპანტი? არ წაგვართვა გარეჯი.
თუ ჰერეთში ქართველები ძალიან სამურად ცხოვრობენ. აქ პარლამენტში როს ხედან აზერბაიჯანული ეთნოსის წარმომადგენლები, დეპუტატები, თქვენ გინახიათ აზერბაიჯანულ მეჯლისში ქართველი კაცი იქა? ან აქ რო უამრავი ადამიანი ჩამოდის აბა წადით ექსკურსიაზე ჰერეთში. მე პატივს ავცემ აზერბაიჯანსაც და ვთვლი რომ ალიევი არის თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი. თავისი ეხა ჩვენთვის რა გააკეთა, მე სხვა არის. თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტია ეს კაცი. და რა ვიცი, რაც მაგან გაუკეთა აზერბაიჯანს, მაგას რა ვიცი კიდე რა. მაგრამ ჩვენი ეროვნული ინტერესიდან გამოვიდეთ, კაცო. სხვა რეალობაა უკვე. სხვა რეალობა და ამიტომაც დიალოგის გარეშე რუსეთთან ჩვენ ძალიან ბევრს დაკარგავთ. არ ვიცი ბატონო ლექსო, აი თქვენი პოზიცია იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზე თქვი რომ ჩვენ უკვე ძალიან აი უკვე ყოველ წუთი არის უკვე ფაქტობრივად ძვირფასი ეხლა რომ არ უნდა დავკარგოთ. ნამდვილად ბატონო ნიკოლოზ, აქ საკითხი დგას რომ კავკასია შესაძლებელია მუსულმანმა სამყარომ გაიდგას ფეხი და ეს აისახოს ჩვენს ქვეყანაში. გასათვალისწინებელი ფაქტია ერთი და ამაზე უნდა ვისაუბროთ, ცოტა მძიმე თემაა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის რეალობაა, რომ უამრავი მუსლიმია ჩვენს ქვეყანაში და არ დაგვაუწყდეს. არ უნდა დაგვაუწყდესო, ჩვენს ქვეყანაში არის უამრავი რელიგიურად მუსლიმი ადამიანი. და როგორ შეიძლება ამ ადამიანებით პოლიტიკურად манипуლირება, ალბათ კარგად მოგეხსენებათ. და ეს ტენდენცია სწორედაც რომ აქეთკენ მიდის. და აბსოლუტურად თუ გავიაზრებთ ეხლა რასაც მე ვსაუბრობ, იმედი მაქვს რომ დაფიქრდებით, ჩემო ქართველო ბრძენო ხალხო. აქედან აზერბაიჯანი ყავს, აქედან ჩეჩნები ყავს და შესაბამისად ეს ისეთი შესაძლებელია ისეთი, თურქეთზე თავისთავად აღარ ვსაუბრობ, ისეთი ბომბი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, სადაც მოგეხსენებათ რომ გვარების მიხედვით პირველი გვარი თუ იცით კარგად რომ ალიევია, იმდენი ეთნიკურად აზერბაიჯანელია ჩვენს ქვეყანაში, რომ ეს საფრთხე რეალისტურია. რასაც ახლა აი ამ გადაცემაში ვსაუბრობთ. ამიტომ მართლაც და აი ეს უმცირესობა კი არ საუბრობდეს, კი არ უნდა საუბრობდეს ამას, უმრავლესობა ქართველი ხალხი უნდა საუბრობდეს ხმამაღლა და ქართველი ხალხი კონკრეტულ ნაბიჯებს უნდა გავდეს და უნდა გაიმიჯნოს ის პოლიტიკა, რომ არ შეიძლება რუსეთთან კონფრონტაცია. დიალოგი უნდა დავიწყოთ. არ შეიძლება. ხო და დიალოგს არ ვიწყებთ ბატონ ნიკოლოზ. ჩვენი გადაცემა ეგ არის რომ ჩვენ თუ დიალოგი არ დავიწყებთ, თუ ასე ამ კონფრონტაციაში ვიქნებით, ანუ ეს ცეცხლი აქაც გადმოვა, მაგის თქვა მინდა. ჩვენს ქვეყანაშიც გადმოვა ეს ცეცხლი, რაც შესაძლებელია манипуლირება უკვე ადვილი გახდეს. და აქ მოხდეს მართლაც და აი ამ პოლიტიკური, ანუ რელიგიური კუთხით манипуლირება აი ამ სხვადასხვა საკითხებით. ეხა კიდე არ მინდა რომ კიდე სიღრმეებში შევიდე. შესაბამისად აუცილებელი არის რომ მეტი დიალოგი, რომ ჩვენ როგორმე შევინარჩუნოთ, როგორ ჩვენი აფხაზეთი, ასევე ჩვენი სამაჩაბლო. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ თუ რუსეთთან აღარ გვექნება და ყველა ხიდი იქნება ესე ვთქვათ დამწვარი და ჩაჭრილი, მაშინ ვეღარ მოხდება იმ დიალოგების მეტად განვითარება. ეხლა ბატონო ლექსო, ეხლა ჩვენც ვეღარ ვილაპარაკებთ თუ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი შეუერთდა რუსეთს. მე ჩვენ ვეღარ ვილაპარაკებთ ამ თემაზე. ხო, რა თემაზე გავუშვებთ? რა უნდა დიალოგი რაღაცზე უნდა წარიმართოს, გეკითხე. და ჩვენ ვაკეთებთ ამ ყველაფერს, რომ მიერთოს, არ გინდა ბიძიკო, წადი და მე მივიერთებ ამ ყველაფერს. აბა არ მოდიხარ, არ მელაპარაკები, ეს არის აი ყველაზე ეგ არის და ჩვენ არ დაგვაუწყდეს რომ ის ხელშეკრულება რაც კი ჯერ კიდევ რუსეთსა და თურქეთს შორის დაიდო, ეს ანუ ყარსის ხელშეკრულებაზე მაქვს საუბარი, ჯერ კიდე აქტუალურია, ხო არ დაგვაუწყდა ეს ყველაფერი. ამიტომ მე ეს ყველაფერი რეალისტურია, ეს არის რეალური პოლიტიკა, ამაზე უნდა ვიზრუნოთ ჩვენ საზოგადოებამ, რომ არ განვითარდეს, ანუ რელიგიური ნიშნით არ მოხდეს რაღაც კონკრეტული საკითხების დაძვრა. ეხლა შეგნებულად კიდე არ ვსაუბრობ მეთქი, რომ არ მინდა რომ რაღაც გავამწვავო და რაღაც გამწვავებაში მაყურებელმა დამბოს ბრალი. ამიტომ ჩვენი უნდა ვეცადოთ მაქსიმალური ურთიერთობა გქონდეს, კარგი ურთიერთობა გქონდეს ჩვენს მეზობლებთან და რა თქმა უნდა პირველ რიგში რუსეთთან. ეს არის ფაქტი. ამას ღიად უნდა ვისაუბროთ. არა, აქ ჩვენი მოთხოვნა ისე რომ დიალოგი დაიწყოს. დიალოგი. თორე ის რომ ურთიერთობა ყველასთან უნდა გქონდეს.
და თუ არ დავიწყებთ დიალოგს მე ხვალდაზე გვიან იქნება. ხო და არ ვიწყებთ ბატონო ნიკოლოზ დიალოგს და თუ არ დავიწყებთ რაღაც კონკრეტულ მაგასია საქმე. ნო ნაბიჯები არ გადავდგით რა თქმა უნდა არ იქნება. არა ეხლა ამათ გონიათ რუსეთი არის ჩამოშლილი უკვე რახან ესე იგი იქ ეხლა იცით დღეს ეხლა ბევრს გონი აი რატო ჭიანურდება იქ ოპერაცია. ბჭო მთელი ნახევარი მსოფლიო ებრძვის ამ რუსეთს და თქვენ რა გიდათ ეხლა ვერ გავიგე ამათ გონიათ კიევის აღება ესე მარტივი არის რა. ხო, კიევის ახლა კიევი კიდე ძალიან საინტერესო თემა წამოჭერით. იქ უკვე აქციები იმართება ზელენსკის გადადგომასთან და მის პოლიტიკასთან დაკავშირებით. ეხლა ხანს გამოვიდნენ ზელენსკის ეგრეთ წოდებული გენშტაბიდან და გააკეთეს ესეთი განცხადება, რომ აქ ახალგაზრდები ვინც არიან, ყველა რუსეთის სპეცსამსახურების მართულიაო. ანუ იგივე პოლიტიკა დაიწყო სააკაშვილის დროს იყო ხოლმე რომ აქციაზე თუ გაყვიდოდი ეგრევე იყავი რაღაც რუსეთუმე და დაახლოებით ესეთი მსგავსი. იგივე ხდება. ანუ შეუქცევადი პროცესია. ფაქტია რომ შეუქცევადი რუსეთია და ალბათ უკრაინამ გაიღვიძა და მადლობა უკრაინელებს რომ გაიღვიძეთ და გამოიღვიძეთ და მიხვდით რომ აი ეს უაზრო ომი რომელიც ზელენსკიმ და მისმა დამქაშებმა გააჩაღეს უნდა შეწყდეს და მადლობა ამ ახალგაზრდებს. აი მართლაც ძალიან გამიხარდა და ძალიან ბედნიერი ვიყავი რომ იქ ვიხილე რომ ეს ახალგაზრდები რომლებსაც აღარ უნდა და ყელში ამოუვიდათ აი ეს ბომბები რაც მათ ქვეყანაში ცვივა აი ეს უსამართლო და ვიღაც ერთეულები შეუვლობენ ფულს. აი ეს პოლიტიკა უნდა დამთავრდეს. და იმედი მაქვს რომ ამას ძალიან მალე ვიხილავთ აი ამ ახალგაზრდების მეშვეობით რომლებიც იქ დგანან ეხლა და მე დარწმუნებული ვარ რომ ბევრმა დღესდღეობით ბევრმა ჯანსაღმა ადამიანმა გააიაზრა და გაანალიზა რომ რუსეთთან მსგავსი მიდგომებით რომ უნდა ეომო ეს გამორიცხულია. უნდა ისაუბრო და დიალოგის რეჟიმში უნდა იყო ყოველთვის. ეს არის გამოსავალი. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ იმ უაზრო და რაც ხდება ამ უკრაინაში რომ კარგავს ეს უკრაინა უფრო და უფრო პატარავდება მივიღებთ რომ უამრავი უკრაინელი ადამიანი იღუპება და ერთეულები რა ვიცი ზოგი ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ისვენს მაგალითად ზელენსკის ოჯახობა და ცოლი და ასე შემდეგ და ზოგი უამრავ მილიარდებს შეუვლობს აი ამ ომით გულისხმობ ამერიკის შეერთებული შტატების კონკრეტულ იმას რა ქვია შეპესებს ორგანიზაციებს რომლებიც იარაღის ვაჭრობით არიან დაკავებული და არ შეიძლება და ძალიან კარგია რომ ეს ეგრეთ წოდებული ანტიკორუფციული გაუქმებას რაც მოყვა ეს პროტესტი გაგრძელდება და ეს შეუქცევადი პროცესია და სხვათა შორის ბატონო ნიკოლოზ ჩვენ აი ამ პროცესებზე ჩვენ წინა გადაცემებზე გვისაუბრია და თქვენი ინიციატივაც იყო ხოლმე სად ახართ უკრაინელებო რატო არ გამოდიხარ და აი ეს დღეს დადგა რა თქვენი ისახით ხოლმე სამწუხაროდ ბატონო ლექსო ეს არის ფაქტი ახტა ეს სამწუხაროდ თქვენი წინასწარმეტყველება 30000 ესე იგი უკრაინელი ყოფილა შემოსული ოფიციალურად მიღებული და წარმოგიდგენთ კიევში აღიმაღლეს ხმა ზელენსკის წინააღმდეგ და იმ 30000-დან ვიც ახლა და მეტიც იქნება კიდე თქვენ გინახიათ რომელიმე ერთი უკრაინელი გამოსულიყო საქართველოში და ზელენსკი დაეკბო ნაცები არიან ყველა ხო ესენი დადიან ხო ნაცების აქციაზე დადიან ესე იგი იქ ხალხი თავს წირავს ეხლა იქ ვინც გამოვიდა არის საფრთხის ქვეშ ყვალ შეიძლება დახვიტონ იქ ეხლა გამოსვლა ზელენსკის წინააღმდეგ ეს გმირობაა 2 მეტრიანი ჩოხლაკები არიან მე ხო ვიცი კაცო რაც იყო მიშას დროს ხოლმე ზუსტად იგივე სიტუაცია შეიძლება ერთ დღესაც ვიხილოთ იქ ხო და აი ხა მე რასაც ვლაპარაკობ უყურეთ ჩვენ ბატონი ლექსო არის ადვოკატი და ბოდიში და დარტყმის ქვეშ აყენებს თავის თავს იმიტომ რომ ამ პროფესიაშიც რომ არის და ამაზე ლაპარაკობს ეს რაღაცა არ არის თლაც ისეთი იოლი საქმე ბატონი დიტო არის ასოცირებული პროფესორი კაცი რომელიც სამეცნიერო კუთხით მუშაობს მეც ვარ ადვოკატი და ჩემი პროფესიაა და მე ახლა ვიღაცას გონია ჟურნალისტი ვარ. არა ვარ ჟურნალისტი, მეგობრებო, გადაცემა მივყავს. უბრალოდ, თორე ღმერთმა დამიფაროს, არ მაქვს პრეტენზია ამ ჟურნალისტობას. მე ზოგს გონია ეს რომ რაღაცა, თუმცა იმას კი არა ნიშნავს, სირცხვილია ჟურნალისტობა, კაცო და პრასაპატიო პროფესია. არა, ზოგიერთების შემხედარე ჟურნალისტობა. არა, ხო, მართლა. ხო და არა, რატო ვიძახი? დღეს პოლიტიკუ ჩვენ რო ხელისუფლებას მოუწოდებთ მარტო. ხელისუფლების ბრალი კი არ არის მარტო ეს სიტუაცია. სად არის პოლიტიკური პარტიები, რატო არ
ლაპარაკობენ იმაზე, რომ დიალოგი დაიწყოს რუსეთთან. სად არის პოლიტიკური? არა, სად არის პოლიტიკური? ბიჭო, რო დაანონსებთ აქციებზე გამოდით ხალხო. მე არაერთხელ მithქვია ვიღაცეებისთვის და მე წყიდ კაცო, რაღაცას რო ვეუნები, აქტივობები დამანახეთ მეთქი, მიბრაზდება ხალხი, ეგო განვლილი მეთოდიაო. შედალოცი რომ აქციაც განვლილი მეთოდია, არჩევნების ძალა ყველაფერი განვლილი მეთოდია, მასე და შენ რო გიდა ხალხმა მხარი დაგიჭიროს, რაღაცა კონკრეტული აქტივობები გააკეთე, რაღაცა დაანახე საზოგადოებას, მიდი იქ იმასთან ხელისუფლებასთან და მოითხოვე რომ დაიწყოს დიალოგი. რატო არ აკეთებ? ეს ხელისუფლებაც უკვე სხვანაირად იქნება გაწყობილი, ხო? სად არის ეს პარტიები მაინტერესებს რო კითხო რომ სამშობლოზე გული შეტკივათ, საქართველოში პარტიებს საერთოდ არ არსებობენ ეხა ოპოზიციური სპექტრი რო ავიღოთ მარტო ანუ რო შეხედო აი ყველა არც ერთი არ საუბრობს დიალოგზე არც ერთს არ აქვს საარჩევნო პროგრამაში ან გაცხადებული ან დაფარული გეგმა რომ ანუ უნდა ვისაუბროთ რუსეთთან ანუ ესეთი რამე არ ხდება ეს არის რომ ანუ მათ მხოლოდ ვაი პატრიოტიზმით უნდათ რომ ფონს გავიდნენ და ვერ გადიან ფონს იმიტომ რომ ქართველი ხალხი მიხვდა იმას რომ აი ამ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში სადაც ჩვენ გვიწევს არსებობა თუ როგორი მნიშვნელოვანია რუსეთის ბედი ისა რუსეთის როლი და ეს ხო გამოჩნდა კიდე ხო აი ხო უნდა დაემხოთ ხო უნდა დაენგრიათ მაგრამ ეგრე არ არის რეალურ პოლიტიკაში ყველას აქვს თავისი როლი და მით უმეტეს ჩვენ თუ საუბრობთ რომ არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ მთლიან მსოფლიოში თავისი, ესე ვთქვათ, პოლიტიკას განსაზღვრავს რუსეთი, ჩინეთი და ამერიკა, მაშინ ჩვენ უნდა შევეგუოთ ამ ბედს და ამ რეალობიდან უნდა ამოვიდეთ. და ეს რეალობა ის არის, რომ გვინდა დიალოგი. თან მით უმეტეს თუ თქვენ მამაცხონებულობთ, თქვენ თვითონ იძახით, რომ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიები. აი, როგორ უნდა დაიბრუნოთ? არც ეს გეგმა არ გაქვთ. გამოდიხართ ხოლმე და რაღაცებს საუბრობენ. იმ დღეს უსუფაშვილი გამოვიდა, რო კითხო, არ ვიცი ეს კაცი საერთოდ პოლიტიკაში რატო ამდენი ხნის განმავლობაში და გამოვიდა და ისახის რომ აიო, ჩვენო შეგვიძლიაო თუო დავრჩებითო კლაო აი ამ ბლოკებშიო გულისხმობდა ის ნატოსთან რაღაც ურთიერთობა ჩვენო შეგვიძლიაო შევასუსტოთო რუსეთის ჯარებიო წარმოგი ანუ რუსეთის თავდაცვა შეგვიძლია შევასუსტოთო და კითხვა იქ ჟურნალისტმა დაუსვა აი როგორ უნდა შეასუსტოთ და აი როგორ უნდა შევასუსტოთ და რო ეცოდინებათო რეგიონშიო რომ ჩვენ ანუ რომ ძლიერი ესე ვთქვათ საჯარისო ბაზებია და ამერიკული ჯარებია ისენიო მეტ რესურსს დახარჯავენ წარმოგიდგენიათ ეს ანუ ამას უსმენდი და მეცინებოდა რას ანუ მეტ რესურსს ახან დახარჯავს რუსეთის ფედერაცია რომ აქ რო ამერიკის ბაზები იყოს იმიტომ თურმე ესე ვთქვათ უსაფრთხოდ ვიქნებით და ჩვენ ტერიტორიებსაც დავიბრუნებ და ყველაფერი იქნება კარგად ეს არის აბსურდის თეატრი რა და ესეთი პოლიტიკოსები ჩვენ მოძღრავენ და თან კიდე პარადოქსი ისაა რომ ეს უსფაშვილი და ზმანი მათნი არც თუ რო საქმეზე რომ იყო პირველები გარბიან ჯარში არც თავიშვილი უნდა რომ წავიდნენ და პირდაპირ მოუწოდებდნენ რომ ჯარში არ უნდა წავიდნენ ახალგაზრდები და ესეთი ადამიანებით რო ჩვენი პოლიტიკოსები რო გაჯერებული იმიტომაც ვართ კაი დღეში ბატონო დიტო ბატონო ლექსო მე თქვენ ახლა ბძანეთ რომ სასაცილოა და სასაცილო კი არა სატირალია დავით უსუფაშვილის ვიფასო მეგობრებო საერთო ბიზნესი ქონდა ქალბატონ სანდრა ელისაბედ რულოვსთან და იცით რა ქონდათ ბიზნესი? კიტრის და პომიდორის ბიზნესი ქონდათ მაგათ. ამიტომ მე ურჩევ ახლა ბატონ დავითს, რომ ესე იგი განსაკუთრებით დააწვეს კიტრის ბიზნესს. თავის აი ტაივანშიცა მეუღლესთან, ხიდაშელთან. ხო და აი იქნება წამოწიოს და აღორძინოს ეს ბიზნესი და რა ვიცი. ესენი აი პოლიტიკაში იმიტომ არიან რომ პარტიებს კი არ წარმოადგენენ ესენი წარმოადგენენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს ეს არის დესანტი ესენი არიან ქართულ პოლიტიკაში ძირითადად ამერიკული და თურქეთის სპეცსამსახურების მიერ გადმოსმული ტროას ცხენები რომლებიც ეწევიან ძირგამომთხელ საქმიანობას და ესენი ღებულობენ ფულს ქალბატონი ხიდაშელი ტაივანისგან ღებულობს ფულს რათა საქართველოში გააღვივოს ანტიჩინური ისტერია შექმნას ეს ისტერია ქალბატონი ლეაკა ხოშტარია რუსეთისგან და ამერიკისგან ერთ ორმაგი აგენტია ღებულობს ფულს რათა აქ არიოს და დარიოს მონასტერი ყველა ეს NGO-შნიკები ვინც არიან ეს ამირანას გოგო რო არის
ავტოქარხანა რო გაყიდა ის მამამისმა ნაცვლიშვილი ის ანა და პოლიტიკიდან რო წავიდა პოლიტიკიდან რატო წავიდა ან როდის მოვიდა და ან მოსვლას ვინ ეკითხებოდა მაგას და ან წასვლას ვინ ეკითხებოდა ეს არის გაშიფრული აგენტი რომელსაც ეხლა შეამზადებენ რაღაცას დაატრენინგებენ კიდე შეუყურებენ ყურებს დაქოქავენ და მისცემენ ახალ დავალებას აი ესეთივე აგენტია გიგა ბოკერია რომელიც ავტომატით ხელში დარბოდა 91 წლის დეკემბერში თბილისის ქუჩებში და ირაკლი ურუმბეგაშვილმა გადაარჩინა თორე ხვრეტდნენ ხო და აი ახლა ჩამოვთვალოთ კიდე და არიან დაძინებული აგენტები მაგალითად გოკა გაბაშვილი და ასეთები და ასეთები აგენტი არის იგივე ეხლა გათხოვილ კაცებზე ხვალ ვილაპარაკოთ არ მინდა აქ თემაზე შემოვიდა რომ დავყავოთ გათხოვილი კაცებზე რომ დაიწყეს ლაპარაკი ამათ ვავითობთ სინდიკურად რომ გათხოვილი კაცებიო პოლიტიკაშიო ანუ ხელისუფლება ხო ქადაგებს გათხოვილი კაცები ვინც არიან ხო ვიცით ხო და მაგაზე ხვალ ვილაპარაკოთ და თვითონ არც მალავენ თვითონ ამბობენ არ მინდა ხო და ეხლა აი თქვენ რო თქვით აგენტურაზე და თქვენ რო თქვით აი სისულელეებზე ესე იგი საიდან გამოიჩეკეთ ეს რაღაც პოლიტოლოგები ესე იგი საერთოდ არ ვიცი აი ეხლა გამოდიან ეხლა რახან ეს ის არის რა ქვია ეგ ბაზები შედის თურქული აზერბაიჯანში უკვე თვლიან რომ რუსეთი დამარცხდა ჯერ ვისაჩევა კიდე გასარკვევია ეგ ბაზები მაგრამ კაცმა არის ის ვისაჩევა მაგრამ აი ამნაირ განცხადებებს რომ მოისმენ სტუდიაში პოლიტოლოგებისაგან საერთოდ აი ნახეთ ერთი მოусმინეთ არა თავარი არის ის რომ სანამ რუსეთი გაჭედილია უკრაინაში მეორე ფრონტს ვერ გახსნის და ამით ამ სიტუაციით სარგებლობს ერდოღანი, ტრამპი და ასე შემდეგ. იმიტომ რომ მეოთხე წელია გაჭედილია რუსეთი უკრაინაში, არა აქვს იმის რესურსი, რომ დაიწყოს მეორე ფრონტზე ომი. და იმის რესურსი არ აქვს რომ დაგბომბოს. მე ყველა ცუდ სცენარებს ვამბობ. მე ყველაფერი არა აზრი რა აქვს დაუშვა დაბომბა მე რა. არა აზრი არანაირი არ აქვს ჩვენ გვავნებს. აზრი როდის ხდება რუსულ სახელმწიფოს ერთ-ერთი. არა მაინც ნებისმიერ ასეთ ქმედებას აზრი უნდა კონდეს. მინდო თუ დაუშვა დაბომბა თბილისი, ბაქო ან ერევანი, ხო? ან სამივე ერთად. კი ბატონო, მაგრამ ტრამპს როგორ მოელაპარაკოს? ამ შემთხვევაში ტრამპი ეუბნება ერთი ომი გააჩერე და ამან მეორე დაიწყოს. და ჩვენ ვიცით რომ პუტინს უნდა კი მოლაპარაკება ტრამპთან, ეგრე ვარც უნდა. არა, პუტინი არის ძალიან რთულ სიტუაციაში, ჩიხშია შესული მისი პოლიტიკა, იმიტომ რომ ერთი მხრივ ძალიან რთული მდგომარეობაა ეკონომიკაში და მთავრობის ministrები ეუბნებიან რომ მომავალ წელს უკვე არ გვექნება რესურსები, იმიტომ რომ იზრდება ერთი ბებებია ილიკოილარიაში როა ერთ-ერთია ესეთი ცედა დაცას რო ქეკავენ იქათ აგერ არის იაპონია და აგერ ვარ მეო აი ესე იგი თითქოს ეს კაცი იჯდეს იქ ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებებზე გაჭედილი არის პუტინი შვილო შენ ხარ გაჭედილი სადღაც დროსა და სივრცეში და გამოდი სად გაიჭედე ასად ნახულობენ ესეთი ვინ არის ეს ხალხი ესე იგი გამოდის ესეთი რაღაცა ესეთი სახით და იქ რაღაცა გაჭედილია იქ რაღაცა უჭირს სადით რა ვერ გავიგე საიდან ვინ რას გიხდით ამნაირ სისულელე გავგონარი არის არ ვიცი რა ეს მე არ ვიცი ქალბატონი ნინო ხაჩიძე ჩემი მეგობარია უნიჭერესი ქალბატონი არის და ძალიან მაღალი ინტელექტის პატრონია და არ ვიცი ახლა ეს სად ნახა მე არ ვიცი რა ნუ ესე ვინ არის ეს კაცი ჯო რა გაჭედილი შენ გავხატე შეკაიკაცო გაჭედილი თუ ვინმე არის შენ ახლა გაჭედილი მე მგონი ლიფტში არის გაჭედილი მე მგონი არაფერი ვინ რა პუტინი გაიჭედა გაჭედილი ვინ არის ბიჭო გავიდა აგერ გეუბნები უკრაინა კი არა და პოლონეთის შიშისაგან ცახცახებს ეს გერმანიის ელჩი ის რო არის რა ქვია კანცლერი ეს შოლცე უარესი აირჩიეს იქ ეს კაცი რო არის რა ნუ ეგეთი მე არაფერი მინახავს რა ვინ დაწყევლა ეს გერმანია ვინ დაწყევლა ეს გერმანია რომ ესე იგი ესეთი უტმინოების ესე იგი აღლუმია რა ანალენა ბერბოკი რო გეყოლება საგარეო საქმეთა მინისტრად ეხლა იქო დამთავრებულია რა უნდა ბისმარკის ქვეყანაში ბისმარკის ქვეყანაში ესე იგი ანალენა ბერბოკი რო გეყოლება საგარეო საქმეთა მინისტრი იქო დამთავრებულია ყველაფერი ხო ეს მომავალი ბისმარკია ეს ვიღაცა რო გამოდიოდა გაჭედილი ეს მომავალი ბისმარკი გაჭედილია კაცო ესე იგი ერთ კაცს ვიცნობდი
საქმეს გოლ პროექტის შენობაში და აი შირად იჭედებოდა იქში და აი ეს გაჭედილი კაცი დამიდგა თვალწინ ამას ვერ შევხედე. რა პუტინი გაჭედილია, კაცო, რას ლაპარაკობთ? ხალხო რაღაცა მაინც წაიკითხეთ. ან სოფლიო ისტორია წაიკითხეთ, ან რუსეთის ისტორია წაიკითხეთ. რა პუტინი გაიჭედა? პუტინი თეთრ ცხენზეა ამხედრებული ეხლა და ვერ აჩერებს ვერავი და ვერც გააჩერებს კიდე. ვერც გააჩერებს კიდე და პირდაპირ განაცხადა რომ რუსეთი იომებს რა გააკეთა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კითხა მე პუტინის დიდ რამებს კი არ ვყვები ფაქტს გეუბნებით რეალ პოლიტიკიდან გამოვდივარ გამოვერკვათ ამ ძილბურანიდან და ზღაპრებს თავი გავანებოთ ამ მართლა გათხოვილი კაცების ისა რა ქვია რიტორიკას თავი და მაგათ ხოტბადიდებას ამ სამარცხვინო ხალხს გააკეთა პირდაპირ კაცმა განცხადება პეტრე დიდმა 21 წელი იომაო 1721 წლებში გრძელდებოდა ჩრდილოეთის ომი და გაჭრა ფანჯარა ევროპისკენ და მოიგო და 21 წელი ვიომებო კაცი გეუბნება რა არ გავჩერდებიო და იომებთ 21 წელი ძვირფასო ევროპელებო ტანცი-მანცი ლავხაღუმეს რო გადაყევი? თქვენ ავადმყოფებო თქვენა? გაჭედილები არიან. თქვენ ახართ გაჭედილები, თორე რუსეთს ბატონ იგორ კვესელავას პროფესორი კაცია და დოქტორი კაცია, აქვს ეგრეთ წოდებული 5 კარტოფილის თეორია, ძალიან ხშირად უყვარს. ევროპელი არ მოითმენს იმას და რუსეთი იომებს ბოლომდე 5 კარტოფილი თუ არ ექნება 20 დაჯერდება, 4 თუ არ ექნება 3 დაჯერდება, 3 თუ არ ექნება 20 დაჯერდება. ასია მისი მენტალობა მოწყობილი და გერმანელს თუ შემოაგდა ზამთარში ის ტემპერატურა არ იქნა ოთახში და ის წყალი არ გათმა იმ ტემპერატურამდე რაც რომელიღაცა ენციკლოპედიაში ჰუმბოლტის მიერ ბეჭედ დასმულში არის მითითებული, გამოვა და ატეხავს ხმუილს. და რუსი ამაზე არ გაბრაზდება, იმიტომ რომ მან დიდი იმპერია უნდა შექმნას. აი ეგ არის მენტალური სხვაობა ამერებს შორის და რაც შეეხება აზერბაიჯანში მე უნდა ვთქვა უცებრად და ძალიან ვთქვით დავამთავრე მეწყმას არ მოვიღებ. რაც შეეხება აზერბაიჯანში თურქული ბაზების შექმნას. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ალიევი მე ჭკვიანი კაცი მგონია, ჯერ კიდევ. მე მგონი ძალიან ცუდ თამაში არის ჩართული. და თუ მას გონია რომ ყარაბაღის ომი მოიგო პირდაპირ გეუბნებით 2 დღეში შეტრიალდება სიტუაცია 2 დღეში არ ჭირდება 2 დღე და კაცმა არ იცის მე ხანკენ შეიძლება სტეფანაკერტი დაერქვას ისევ რა 2 დღეში შეატრიალებს სიტუაციას მესაგებია ბატონ ლექსო არ ვიცი აი ეს ხალხი საიდან მოდის ან მე არ ვიცი აი საქართველოში აი იჭიერი და ჭკვიან ხალხად გვიწდობს ყველა და აი სად პოულობენ ასეთ ადამიანებს სად ლახულობენ პუტინი არის გაჭედილი აი მართლა აი დროში და სივრცეში გაჭედილი ხალხი აი არ ვიცი აი იცით ათ ტელევიზორში რო ეს ჭკვიანური სახით გამოდიან მე მგონი საქართველოს განათლების სისტემა მოიტანა რომ აი ესეთი პროდუქტები შეიქმნა რა მე ახლა აი თქვენ რითიც დავიწყე გადაცემა მინდა რომ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ბატონი გურგენიძე დავითი დავითი გურგენიძე აკადემიკოსი აი ასეთი ხალხი რო არ აყავს უნივერსიტეტებს დავით გურგენიძისნაირი ხალხი იმიტომ რომ აი ესეთი სამარცხვინო ხალხი პატრიოტიკაცია არა ერთი აი გაჭედილებს როს დიან რა ეხლა აბა ალასადიას უნივერსიტეტი დიდი ხანია გაჭედილია ჯავახიშვილი გაჭედილია ილიაული გაჭედილია და ესეც გაიჭედავა გაჭედილები არიან ესენი და ბატონი დავით გურგენიძისნაირი ხალხი ჭირდება ყველა უნივერსიტეტს. რატო არ ხდება იქ ისეთი უმსგავსოები, რაც ხდება ჯავახიშვილში და რაც ხდება ილიაუში? რატო ვერ გავიგე ამ კაცს ისე ოქროს კვერთხი კი არ აქვს დაკრადდაზე. შემოიკრიბა ნიჭიერი ხალხი, არის ძალიან მაღალი პროფესიონალი და გააკეთა შესანიშნავი სასწავლო დაწესებულება. რა არის ვერ გავიგე ვერ უნდა და ხო დათო გურგენიძისნაირი ხალხი სხვა უნივერსიტეტებში? დღესაც რო ფრიალებს ჯავახიშვილის მეორე კორპუსთან უკრაინის დროშა და იქ ლობჯარია როცა უნდა ჩაატარებს იქ იმას რა ქვია რომელიმე აუდიტორიაში რაღაცა თავის სისულელეს მე ვისურვებდი რომ
დათო გურგედიძის დაირი მაღალ პროფესიონალები ყავდეს ყველა უნივერსიტეტს რა. არ შეიძლება ესეთი რაღაცა. ბატონ ჯაბას მე დიდ და რა პატივცემ რა შეგა არის ჯავახიშვილის უნივერსიტეტი არის ნაცების ბუნები. ხო და მე რატომ ცე პატივს კაცო მე ვერ გავიგე რა ხა პიროვნული ზიზღი კი არა მაგ და სიძულვილი ვინმეს მიმართ კაცო ვერ გავიგე რა. მე ადამიანს ვაფასებ საქმით რო ვლაპარაკობ დავით გურგედიძეზე საქმით ვლაპარაკობ მე აბა თორე აბა ეხლა მე პიროვნულად არავისთან არ მაქვს პრობლემა. არ ვიცი აი ეს უნდა გაკეთდეს ყველა უნივერსიტეტში და აღარ იქნება ამდენი გაჭედილი ხალხი რა. უნივერსიტეტში პირველ რიგში უნდა გაკეთდეს ის რომ ის სასწავლო პროცესები რა პროცესების მიმდინარეობს უნდა შეიცვალოს. ჯერ კიდევ უნდა დაიწყოს ეს პროცესები სკოლიდან და თავისთავად უნივერსიტეტშიც უნდა გადავიდეს. მაგალითად, სარწმუნოებაზე მეტი დროის დათმობა. რაც სკოლებში არ არის სამწუხაროდ. სარწმუნოების კონკრეტულად მართლმადიდებელი რელიგიის სწავლა უნდა აღდგეს ჩვენს სკოლებში. ასევე მეტი დრო უნდა დაეთმოს პირველ კურსზე საგამანათლებლო კუთხით ყველა უნივერსიტეტებში. აი ამ კუთხით თუ ჩვენ წავალთ, რა თქმა უნდა, უკვე აბსოლუტურად სხვა რეალობას მივიღებთ. დღესდღეობით უნივერსიტეტებში რომ ჩვენ შევიდეთ, ჩვენ იქ შევხვდებით ისეთ სტუდენტებს, რომლებიც ქალია თუ კაცია, მართლა ვერ გავარჩევთ. ეს არის უდიდესი პრობლემა. სადა აქვს გახრეტილი ყურია, გახრეტილი თვალია, გახრეტილი თუ მაგალითად ცხვირია გახრეტილი, მაგასაც ვერ გავარჩევთ. ამიტომ ვიძახით, რომ ეს გინდა არ გინდა უკვე როდესაც რელიგიის საწყისები იქნება კონკრეტული უნივერსიტეტებში სავალდებულო ესე ვთქვათ კურსი უკვე გინდა არ გინდა ეს ადამიანები აღიქვავენ და გაიაზრებენ რას ნიშნავს შენი როგორც ქვეყანა, რას ნიშნავს მართლმადიდებლობა და რას ნიშნავს ის რომ ეროვნული საკითხების და კონკრეტული ესე ვთქვათ მიმართულებით ყურადღების გამახვილება. შესაბამისად აქ მნიშვნელოვანი არის რომ უნდა ჩვენს სასწავლო დაწესებულებებში უნდა განვითარდეს აი ამ მიმართულების რელიგიური კუთხით რაც შეიძლება მაქსიმალური სწავლება და ამ კუთხით უნდა დაუთმოს მეტი დრო ჩვენმა სახელმწიფო სასწავლებლებმა. გასაგებია. დიდი მადლობა მინდა გითხრათ ბატონებო, დიდი მადლობა ბატონ დიტო ჩუბინიძე, ბატონ ლექსო კობაიძე იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. ამით ჩვენთვის გაკუთვნილ დრო ამოიწურა. ხვალ შევხვდებით ერთმანეთს საღამოს 23 საათზე, კარგად მზადდებოდეთ.